სალამ. სალამ. მუსლიმი ხარ ხო? მე ვარ ისლამის მიმდევარი. სუნიტი ვარ კონკრეტულად. კი ბატონო. მე ქრისტიანი ვარ, მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. და მოდი დავიწყოთ მსჯელობა რა, ზოგადად როგორ მივყვეთ იცი ალბათ ყველაზე თანმიმდევრული იქნებოდა. თუ შეიძლება რომ მე დორმიერო დავიწყო უბრალოდ. კი ბატონო, ოღონდ ანუ თანმიმდევრული იქნებოდა ამ შემთხვევაში, გეტყვი როგორ მინდოდა რა ვნახე. წინასწარმეტყველები რა, რომლისაც შენ გჯერა. ესენი იქნებიან მაგალითად სიტყვაზე, ვინც არიან აბრაამი, მოსე, ნოე და ასე შემდეგ. შენ ამ წინასწარმეტყველებს ხო აღიარებ? როგორც ღმერთის, კი ბატონო. მოდი აი მივყვეთ რა, აბრაამი, მოსე, ნოე, ეს ვინც იყვნენ და როგორც იყვნენ. მე ანუ მოდის ახალ აღთქმაში ბოლო წინასწარმეტყველი თავისი ადამიანური ბუნებით და განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე და იქ მთავრდება ანუ წყვეტა არის შემდეგ. და შემდეგ ამ შემთხვევაში უკვე ანუ შენი განცხადება არის, რომ არის უკანასკნელი წინასწარმეტყველი, რომელიც არის მუჰამედი და მუჰამედი, ნუ კიდე რაღაცა განცხადებები არის გაკეთებული იმ გამოცხადებით წიგნში, ყურანში, საიდანაც საერთოდ ინფორმაცია გვაქვს ამ ყველაფერზე, ანუ თავარი წყარო თქვენაც გაქვთ. მაგაში რომ ანუ კიდე არის რაღაცა განცხადებები გაკეთებული, აღიარებულია მაგალითად წინასწარმეტყველებები და ის წიგნები, რომლებსაც ისინი აღიარებდნენ და მიყვებოდნენ აქამდე. ეს იყო მაგალითად თორა და ინჯილი, ანუ ის ანუ წინა გამოცხადებები, ესეც ჭეშმარიტად ღმერთის გამოცხადებებად არის აღიარებული და შემდეგ არის რომ მუჰამედისა. ამ შემთხვევაში არგუმენტი არის ჩემი, რომ ანუ წყვეტა ხდება, ანუ მუჰამედი არ აკმაყოფილებს წინასწარმეტყველების, როგორც წინასწარმეტყველის კრიტერიუმს რა, იმიტომ რომ ანუ წყვეტა ძველსა და ანუ ძველ გამოცხადებებსა და იმ გამოცხადებას შორის, რაც ანუ ამბობს, რომ ესე. ანუ შენ თუ იცი რას ნიშნავს სიტყვა მუსლიმანი მოკლედ ასე გეტყვი. ქართულად ნიშნავს მორჩილს. კი, ჭეშმარიტი ღმერთის მორჩილს როგორც შენ ამბობ. ჭეშმარიტი ღმერთის მორჩილს თუ ნიშნავს, მაგ დეფინიციას თუ უკეთებ, მაშინ მე ვყოფი ვარ მუსლიმი და არა შენ, იმიტომ რომ ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი და მე ვემორჩილებ. ამ შემთხვევაში შენ თუ მუსლიმში თუ გულისხმობ მორჩილებდე იმ ღმერთს, რომელიც ყურანშია აღწერილი, ხო, ესე, ანუ იმ ღმერთს მორჩილებ. ანუ მუსლიმი შესაბამისად ნიშნავს, რომ ალლაჰს, ანუ ჭეშმარიტ ღმერთს, ჩემთვის და მუსლიმანებისთვის ჭეშმარიტ ღმერთს ალლაჰს სცემ პატივს და მას ეთაყვანები. ასე ვიცი. კი, მაგრამ ჯერ უნდა ხო ხტები, ანუ უნდა დავადასტუროთ, რომ მართლა ჭეშმარიტი ღმერთია ის კონცეფტი, რომლისაც შენ გწამს. თორე სიტყვაზე მაგალითად ეგრე მე შემიძლია ვთქვა, რომ ქრისტიანი არის და დეფინიცია გავუკეთო ჭეშმარიტ მორწმუნეს ნიშნავს და მორჩი, მაგრამ მანდა ანუ ჯერ მე უნდა დაგიდასტურო, რომ ჭეშმარიტია ჩემი წმენა და შემდეგ ჩემმა იქნება ანუ შესაძლებლობა ხო ეს. კარგი. მოდი ასეთ კითხვას დაგისვა. ანუ აბრაამზე დავიწყო თუ პირდაპირ ანუ აი მაგალითად რა ანუ აი აბრაამზე საიდანაც გვაქვს ინფორმაცია რაც არის თორადან რა ანუ მოსეს ხუთწიგნეულიდან და სხვა წინასწარმეტყველებები ანუ არგუმენტი ამ შემთხვევაში ჩემი იყო ის რომ ეს გამოცხადებები რაც რა ანუ ღმერთის გამოცხადებები რაც იყო ეს წიგნები ანუ ამაზე ყურანში ნათქვამია რომ ჭეშმარიტად კი ბატონო ეს არის ღმერთის სიტყვა და თან ხდება ბმა და ანუ ეს ბმა ვერ მოხდება იმიტომ რომ რეალურად მე აღარ აკმაყოფილებს მუჰამედი წინასწარმეტყველის კრიტერიუმს, იმიტომ რომ ეს წიგნები თუ ჭეშმარიტია, ყურანის ჭეშმარიტობა გამოირიცხება და ყურანი ამბობს ამ წიგნებზე, რომ ჭეშმარიტია. ამ შემთხვევაში ეს არის განცხადება წიგნის, რომ ჭეშმარიტი წიგნებია ისინი და. ყურანი გულისხმობს ალბათ იმ დროისთვის ჭეშმარიტ წიგნზე, ბიბლია, ანუ თორა და ინჯილზე, ანუ თორა და ინჯილი ალბათ შეიძლება იმ დროისთვის სხვანაირად იყო დაწერილი. ვიდრე ახლა. ანუ როგორი თემა იცი რომ აი მაგიტო გეუბნებოდი რომ მაგალითად 1194 აიათში ალაჰი მიმართავს მუჰამედს რომ შენ თუ რამე შეეჭვი შეგიპროფსო და ეკითხე წიგნის ვინც წიგნულობენ შენამდე თორას და ინჯილს და საქმე რა შეიცი რომ თუ არგუმენტი ეგ აქვს რომ მუჰამედის დროს იყო ის წიგნები ჭეშმარიტი ჩვენ ჩანაწერი გვაქვს მუჰამედის დროინდელი ინჯილის და თორასიც და ანუ მაქამდელიც ანუ უფრო ადრინდელიც შესაბამისად შენ თუ ვიტყვი რომ იმ დროს იყო ჭეშმარიტი მაშინ ხო ხდები ანუ მე როგორც ვიცი რა ანუ 300 თუ არ ვცდები 30 წელს სინას მთის გვერდით რაღაც ეკატერინე
ეკატერინეს ტაძარში აღმოაჩინეს წიგნი ბიბლიის რაღაც სიმართლეზე თუ რაღაც სინოპტიკუსი თუ არ ვცდები და კიდევ საყვარელი წიგნი. სინოპტიკუსი ამტკიცებს, რომ ანუ ბიბლია მართალია და ზოგჯერ ანუ მუსლიმანებისთვის ეს ამტკიცებს, რომ პირიქით არ არის რეალური. ანუ ზოგადად როგორ თემა სინოპტიკურ სახარებებს რაც შეეხება, ეს არის მოჩვეულებრივად მათე და მარკოზი და ლუკა. მაგრამ ნახე რაც გეუბნები. საქმე რაშია იცი რომ ზოგადად ანუ ეგ ჩვენ ანუ რაზეც ვართ დაფუძნებულები ეს არის ბერძნული მანუსკრიპტები, ანუ ხელნაწერები, რაც არის 5800 ხელნაწერი, საიდანაც არის შედგენილი შემდეგ ეგ სისტემა, ახალი ახთმის როგორც ისტორიული დოკუმენტების. და შენ თუ ვიტყვი სიტყვაზე მაგას რომ ინჯილი და თორა იყო იმ პერიოდში ჭეშმარიტი და მე შეიცვალა, ანუ იმ პერიოდის ჩანაწერები გვაქვს, ანუ ბერძნული მანუსკრიპტები, ორიგინალი. რა რითიც არის შედგენილი შემდეგ. ახალი ახთმის დოკუმენტი როგორც წიგნი. ამიტომ ანუ გოგესმის რომ მაინც ახსნას ითხოვს. ყურანი ადასტურებს. ნახავ ახლა იმ წიგნებს უსევ. ზუსტად არ მახსოვს სახელები, აბადიე. იწუთით მოდიში დიმიტრი აქ ხარ თუ გახვედი რომ დაწეროთ შეგიძლია ეძებს რაღაცას და მაგით პაგაჩუ მარია, ჩემი დეიდაშვილი. არის მაგა ჩემი ხმა? არა, თუ გასული ხარ არის მის. კი. თუ ანუ 330-360 წლებში აღმოაჩინეს სინას მთის მიდამოებში წიგნი კოდექს სინაიტიცუს. კოდექს საინატიკუსი, კი, ვიცი. და ანუ მაგაზე რამდენი ანუ კიდევ არის ორი წიგნი თუ არ ვცდები, რომლის მსგავსია და როდესაც ამ სამ წიგნს ერთმანეთს ადარებენ, არის რაღაც განსხვავებები, რის გამოც ანუ მაგალითად მე იცდება რომ ბიბლია არის გადაკეთებული დღევანდელ სამყაროში. არა, ნახე, მაგალითად მე მქონდა სახლში კოდექსი საინატიკუსი რა, ანუ ჩემა მეგობარმა ეგ უშუალოდ ხელნაწერებთან იმას შვება რა, მუშაობს და ანუ კოდექს საინატიკუსი თან უწლომაც მქონდა და კოდექს საინატიკუსი არის ჩვეულებრივად ახალი ახთმის დოკუმენტები რა. იქ არის ტრანსლიტერაციული სხვაობა, თარგმნითი სხვაობა და არა არსობრივი სხვაობა ამ წიგნებს შორის რეალურად არ არის. თუმცა სიტყვაზე მე შენ რომ გამოყვე მაგ არგუმენტზე, ანუ შენთვის არაფერს აშვება კარგს იმ თვალსაზრისით, რომ ინჯილის როგორც ჭეშმარიტი გამოცხადების მტკიცებულება დადასტურებულია უშუალოდ წიგნში, რომ ანუ მე ვიმტკიცებ, რომ ინჯილი და თორა იმ დროში სულ სხვანაირი იყო ვიდრე დღეს. რაც არის ხო და გვაქვს ჩანაწერები გვაქვს. ანუ ეხლა მე ეხლა ამ წამს ხელთან მაქვს თორე, ანუ დაჟე მეც მაქვს სახლში, იმ დროინდელია. დაჟე ნახე იმ დროინდელ ჩანაწერებსაც რო თავი დავანებოთ, შრომებიც გვაქვს, ანუ იმ დროინდელი მოღვაწეების ეკლესიის მოძღვრები, ვინც ყავდა მაგ დროის, ვისაც ვეყვნობით, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, ვინც იყვნენ და როგორც იყვნენ, თქვენ როგორც გაქვთ რა, იბნ აბასი და იბნ ქადევი, ვიღაცა ვინც ყავთ რა, ანუ ეტაფსირები, ვისაც ახლა ჩვენს ყავს მაგალითად, ანუ ვინც შრომობდნენ რა, უშუალოდ დოკუმენტებთან, ვისაც ჰქონდათ შეხება და ვინც წერდნენ შემდეგ ნაშრომებს რა, დოკუმენტებს.
შესაბამისად ანუ როგორი თემა იცი რომ შენ თუ იტყვი რომ იმ პერიოდში ჭეშმარიტი იყო მით უმეტეს მივდივართ უფრო მოგვიანებით რა ეს საინატიკუსი კიდე იქ მე-4 საუკუნეში შენ კიდე მუჰამედის პროლოგ მე-6 საუკუნეზე რო სამჯელობდი იქ მით უმეტეს ის ხელნაწერები საერთოდ ხელნაწერებთანაც კი წვდომა მოგვაქვს იმ ხელნაწერებზე რაზე დაყრდნობითაც შემდეგ არის გადათარგმნილი წერილი და შესაბამისად იმ ხელნაწერებში იგივე ნარატივია ზუსტად რა ნარატივიც არის რომ იესო არის ანუ ნახე საინატ სახეს ვამბობთ მოდი საინატიკუსი კოდექს საინატიკუსი ხო საინატიკუსში მოკლედ არ არის ერთი რა ბევრი თავი ერთ მაგალითს მოგიყვან იოანეს სახარება მე-7 თავი 53 არ არის პრობლემა არ არის ანუ საინატიკუსში ანუ სიტყვაზე რამე ხელნაწერი თუ დაკარგულია ანუ ამაში საქმე არ არის ანუ ზოგადად ახალი ახთმის დოკუმენტები არ იგება მარტო ერთ ხელნაწერზე დაყრდნობით რა ანუ ტელეფონის თამაში არ არის რა ანუ როგორ ხდებოდა გადაწერა ხდებოდა და საიდანაც გადაიწერდა შემდეგ იმის ის ხდებოდა ამიტომ საიტყვაზე ანუ დაზიანებული იყო ეს ციგნი თვითონ კი ანუ არის ხოლმე ხშირად რომ ანუ ხელნაწერები არ არის ხოლმე რა კონკრეტულ ციგნში რა ხელნაწერები არის დაზიანებული ხელნაწერები აყრია ორიგინალი მაგრამ აწყობილია ანუ მაგალითად მე საინატიკუსთან წვდომა მქონდა ანუ მეც მქონდა პირადად სახლში რა და ანუ წაკითხulis მაქვს და თვითონ ანუ ნარატივი არის ზუსტად იგივე რაც ახალი ახთმის დოკუმენტი ტრანსლიტერაციული სხვაობაა რა მე ინგლისურად მოსაკითხული ინგლისური თარგმანი იყო ამიტომ სიტყვაზე შენ რომ თუ მეტყვი რომ კოდექს საინატიკუსი არის ინჯილი მაღაზე მე ანუ დიდი სიამოვნებით გამოყვები და შემიძლია კოდექს საინატიკუსი როგორც არის წარმოდგენილი რა კონტენტიც არის შეგნით თვითონ წიგნში იმ წიგნიდან გამომდინარე გითხრა დიდი სიამოვნებით გეტყვი რომ მაშინ ყურანი ჭეშმარიტი აღარ არის იმიტომ რომ იქ გამოირიცხება მაშინ შემდეგ უკვე იმ წიგნის ჭეშმარიტი საინატიკუსის ის ფორმები სადაც ყურანს არის დამტკიცებული რომ არ არის სწორი ან კონდა უბრალოდ. ანუ ნახე ეს ჩვეულებრივად სახარებებში ან მაგალითად ანუ რაც არის რომ ანუ სიტყვაზე რომ ღმერთი მამა ის რომ იესო ამბობს რომ მე და მამა ერთი ვართ და ანუ მისი მოღვაწეობა და მისი ჯვარცმა ანუ მაგალითად იესოს ჯვარცმა არის აღწერილი საინატიკუსში ჩვეულებრივად რასაც ყურანი უარყოფს. ქრისტე ჯვარცმას ეს ერთი მაგალითი რო ავიღო ну დანარჩენი იქ მით უმეტეს მე ანუ ყურანში ასეთი რაღაც არის რომ ანუ კი არ მოხდენია მაგას კი არ ამბობს ყურანი იმას ამბობს რომ მოეჩვენათ ანუ ეს ხალხს ხო და არა მაგ ამბობს საინატიკუსში არის რომ ჯვარცმა არის თვითონ იესოსი აღწერილი ანუ შესაძლოა მოეჩვენათ ადამიანი როგორც ანუ არა ანუ ვიცი ანუ ძველად ამბობდნენ სწავლულები ანუ ყურანის სწავლულები ჩემი წინაპრები ანუ ქრისტიანები ქრისტიანებიდან მოდის ეს ჩემთან რა მოკლედ რომ დიდმა ბაბუამ მითხრა ესე გეტყვი ანუ მოკლედ ის ადამიანი რომელმაც ჩაუშვა იესო რომ ესე იგი სადაც იყო და მოკლედ ასე შემდეგ იუდაზეა საუბარი როგორ იუდაზეა საუბარი ხო იუდაზეა საუბარი როდესაც იუდამ ჩაუშვა ქრისტე შეუშვეს როგორც ვიცი ანუ სახლში მიიმალა ქრისტე და შეუშვეს იუდა ამ სახლში და ამ დროს ღმერთმა წაიყვანა იესო და დატოვა აი ეს იუდა და როდესაც იუდა გავიდა გარეთ და ინახეს რომ ქონა იესოს სახე მაგრამ ეცვა იუდას ტანსაცმელი მაგრამ ეს რასაც იძახი ეს კოდექს საინატიკუსში არ წერია ანუ მაგას საინატიკუსისას არ გეუბნები ანუ ხო ანუ საინატიკუსზე თუ მოყავს არგუმენტი ეხლა ეს რასაც მეუბნები უბრალოდ არაისტორიულია რა ანუ სიტყვაზე მე შემიძლია რაღაცა ისტორიული ნარატივი შეთხზო ანუ არაატესტაციურია რასაც იძახი ხო ხდები და საინატიკუსი თუ მოყავს სიტყვაზე მაგალითად საინატიკუსში არის ჯვარცმა აღწერილი რაღაცა მოჩვენებითი კონცეფტი რომ ღმერთმა მოატყუა ადამიანები და რაღაც მოაჩვენა ეგეთი რაღაც არა რომ ჭეშმარიტად იესო ჯვარს ეცვა და ჯვარცმა არის სხვათა შორის დეტალურად აღწერილი რა და ნუ ვესლი ჰავსა კიდე ამაზე შომა დაწერილი და ვიდეოში ჩაწერილი რომ ამ საინატიკუსზე და ამიტომ ხო ხდები ანუ არგუმენტს ვერ ხდები რა სიტყვაზე შენ თუ მეტყვი რომ რაღაცა ლეგენდა არსებობს იესოზე რომ ჯვარს არაცვეს ანუ ეს არაფერს არ ადასტურებს ისტორიული წყარო რაც მოყავს სიტყვაზე რაზეც მე სიამოვნებით მოყვები რომ სიტყვაზე ეს არის ინჯილი ეგ ინჯილი თავიდან ბოლომდე უარყოფს ყურანის ჭეშმარიტებას კარგი მოდი სხვა თემაზე გადავალცოდათი ანუ იესოს ღმერთობაზე და ღმერთის შვილობაზე ასე გადავა კი ბატონო გადავიდეთ მაგ თემაზე და ხო ნუ ასე გავაკეთებ ჯერ დავსვამ ზოგად კითხვას რასაც მე დავსვამ ქრისტიანს და ანუ ჩემი აზრით ქრისტიანი რას მიპასუხებდა ამას გეტყვი და შენ მითხარი სწორია თუ არა ეს გადამსახედი ჩემგან რა ანუ მე დავსვამდი კითხვას ქრისტიანს პირველ რიგში ვინ არის ქრისტიანების ღმერთი ასე ვიტყვი
და ჩემი აზრით რა, ყველა ქრისტიანი იტყოდა რომ ეს არის სამება, მამა ზედა სული წმინდა. მე დავსვანი ამაზე კითხვას, ცოტა არალოგიკურს, მაგრამ მაინც ვიტყვი, ვიცი რატომაც არის არალოგიკური, რომელია ღმერთი, მამაძე თუ სული წმინდა. და ამაზე მეტყოდა ქრისტიანი, რომ ეს არის სამი პიროვნება, ერთი არსება. ხო? კი. და ასევე იმას თუ დამიდასტურებს, რომ სამივეს აქვს ერთნაირი ბუნება. კი. და სამივეს აქვს ერთნაირი ძალები, ცოდვების ცოდვების მონანიება სხვა ადამიანზე, მკვდარის გასოცხლება, როგორც იესომ გააკეთა 4 წლის გარდაცვლილი ადამიანი გაასოცხლა და კიდევ ერთი ადამიანი, სამი უბრალოდ და ასე რა. და მაშინ მათე სახარების მე-13 თავის 32 ლექსი გოგნება ამას, მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზება ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. ღმერთმა იცის ყველაფერი, ეს ამას ბიბლიაც ამბობს და ყურანიც. და თუ სამივეს ერთნაირი ბუნება აქვს და სამივეს ერთნაირი ძალები, მაშინ იესოსაც უნდა ცოდნოდა ყველაფერი, რაც მამა ღმერთმა იცის. ხო? და მაშინ რატო არის ოდინება ძეს და ეცოდინება მხოლოდ მამას. საქმე რაშია იცი რომ იესომ იცოდა მეორე მოსვლის საათი, მან კონკრეტულ მუხლში გამოყენებული სიტყვა, ეგ არის მარკოზის მე-13 თავის 32 მუხლი და მათე სახარების 24 თავია, ეგ მარკოსში აღიარია. ეგ ორივე წიგნი მაგას აქვს, ორივე מחარები, მათეში ხან არის, ხან არ არის, ზოგან ხდება ძე, ზოგან არა, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. ეგ სიტყვა გამოყენებული უდეს ოიდენ არ იცის, ოიდენ მე-13-ში იცის, არ ნიშნავს მარტო ინტელექტუალურ არცოდნას, არამედ ხშირად ნიშნავს სურვილის არ ქონას კონკრეტული ინფორმაციის გაცხადების. მაგალითად, იგივე სიტყვას, ოიდენს პავლე მოციქული იყენებს პირველი კორინთელთა მეორე თავის მეორე მუხლში, როდესაც ამბობს, რომ გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა გარდა იესო ქრისტესი და მისი ჯვარცმისა. მაგრამ ეს ანიშნავს, რომ პავლე მოციქულმა ინტელექტუალურ დონეზე არაფერი არ იცის, არამედ ნიშნავს, რომ მას სურვილი არ აქვს სხვა რაღაცაზე ლაპარაკის და ოიდენ რო ჩაწეროს სიტყვაზე ბერძნულში, ტრანსკრიფციებში, როგორ შეიძლება გადაითარგმნოს, პირდაპირ ნახავ დეკლარაციასაც და თქმასაც რა, შესაბამისად ამის ესაა და იესოს რაც შეეხება, ჩვენი პირდაპირ სწავლება რაც არის, რომ თავისთავად იესომ ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება მონური, უმეცრებითი, არაყოვლისშემძლე, არაცხოველმყოფილობითი, მაგრამ მიიღო რა, მყისვე აღავსო იგი საღვთო ღირსეულობებით, მისი კაცება თავისთავად მონურია და უმეცრებითი, მაგრამ შეერთებულია რა ღმერთი იპოსტასა და საღვთო ბუნებას, მყისვე გამდიდრებულია სამომავლო ცოდნით. აქ מחარებლებისგან ხაზარასმა იმაზე ამ შემთხვევაში, რომ ქრისტემ ჭეშმარიტი კაცება მიიღო და არა ის, რომ მან არ იცის მეორედ მოსვლის შესახებ და ქრისტიანობაზე მიწაზე იყო და დედამიწაზე არის როგორ შეიძლება ისე რომ მიხვდე, რომ იცის იესო ქრისტემ დრო და ჟამი, რომ პირველ რიგში დეტალურად აღწერს რა მოხდება ეს ერთი და მეორე როგორ შეიძლება რომ მიხვდე, ნახე როდესაც იესო მოკვდა და აღდგა, შემდეგ წიგნში სახარებები რო თავდება საქმენის წიგნი ხო, საქმენი რაც აღწერს შემდეგ მოვლენებს როგორც განვითარდა, მოწაფეები მას კიდე ეკითხებიან, რომ როდის დაბრუნდები მეორედ, მეორედ როდის მოხვალ და იესო კი არა უკვე მათ პირდაპირ ეუბნება, მანდრისით თქმაც უნდოდა, რომ თქვენი საქმე არ არის დროისა და ჟამის ცოდნა, მათი საქმე არ არის, თან არის მანდ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ზოგადად იესო ქრისტე თავის მეორედ მოსვლას ადარებს ქორწილს, კაცობრიობასთან ერთობის, საბოლოოდ სიყვარულში დამკვიდრების მორწმუნეებთან და ზოგადად ებრაულ ტრადიციაში, ქორწილის თარიღის გაცხადება იყო ყოველთვის მამის პრეროგატივა რა. მახედან გამომდინარე, როცა იტყოდა უდეს ოიდენს სიტყვის, მაგ სიტყვას როცა იტყოდა იუდეველები კონტექსტუალურად მიხვდებოდნენ, რომ იესო უცოდინარი კი არ არის საათის შესახებ, არამედ მას არ სურს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მათთვის სულიერი სარგებელი იმ მომენტში არ ექნებოდა მეორედ მოსვლის ჟამს. მაგის შემდეგ კითხვა იქნება, ესე იგი ღმერთს ყავს თუ არა ღმერთი, რომელსაც ეთაყვანებო? მაგალითად ღმერთი არ ყავს რა, თვითონ ღმერთს მარა მაშინ იესო ამბობს რომ ეთაყვანება. ამას ამბობს ამას ეუბნება მარია მაგდალენას, იოანეს ახარება მე-20 თავის მე-17 ლექსში უთხრა მას იესო. რადგან ჯერ კიდევ არ აუსულა მამას და ჩემს ძმებს უთხარი. მივდივარ ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან, ხო? ახსოვს. ეხლა საქმე რაშია? ეგ არის იოანეს ახარების მე-20 თავი.
ზოგადად ანუ იოანეს სახარებას, ანუ იოანეს სანამ 20 თავამდე მიხვალა, წინ 19 თავი დაწერილი, ანუ იოანე შენგან არ ელოდება მაგ დროს გაუგებრობას თუ ანუ ყურადღებით წაიკითხავ რა წინა თავებს. ნახე იოანე არ გაბნევს. ნახე როგორ იწყებს სახარებას. დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. მერე მე-14 მუხლში ამბობს, რომ სიტყვა იქცა ხორცსა და დაემკვიდრა ჩვენს შორის. სიტყვა ხორცად იქცა, ნიშნავს, რომ ანუ ხორციელი ბუნება შეიძინა. იერემიას 32 თავის 27 მუხლში წერია პირდაპირ ესეთი რაღაც, რომ ღმერთი არის ყოველი ხორციელის ღმერთი. შესაბამისად, სიტყვა, რომელიც ღმერთთან იყო და ღმერთი იყო თუ ხორცად იქცა, ანუ ხორციელი ბუნება თუ შეიძინა, მის ხორციელ ბუნებას ზემოთ, ანუ იერარქიულად თავისთავად ვინ ეყოლებოდა, რადგან ღმერთი ყოველი ხორციელის ღმერთია. ღმერთი, ხო ასე? რადგან ღმერთი არის ყოველი ხორციელის ღმერთი და სიტყვა რომ გულისხმობს ანუ სამების ანუ არა, ნახე, ანუ რადგან ქრისტეს ქონდა ხორციელი ბუნება, რადგან ადამიანური ბუნება ქონდა, მის ხორციელ ბუნებას თავისთავად ღმერთი ყავდა, ანუ მისი ადამიანური ბუნება სუბორდინირებული იყო თავისთავად ღმერთთან ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ანუ პირდაპირ წერია იერემია პირდაპირ გვასწავლის, რომ ღმერთი ყოველი ხორციელის ღმერთია და იოანეს სახარება შეგნებულად ეგრე იწყებს, რომ იერემიასთან გაგივლოს პარალელი, რომ შემდეგ მოვლენებზე არ დაიბდე. სიტყვა ღმერთია, ანუ პირდაპირ ამბობს იონე, რომ სიტყვა ღმერთია, მაგრამ სიტყვა ხორცად იქცა, ანუ ღმერთიო ხორცად იქცაო პირდაპირ ამბობს. რა ხორცად თუ იქცა და ყოველი ხორციელის ღმერთია ღმერთი, ხორციელ ბუნებას, ანუ ადამიანურ ბუნებას თავისთავად ღმერთი ეყოლებოდა. ანუ ამაში არ არის გასაკვირი არაფერი. თავარია იოანეს ქრისტე არ არის ადამიანი ღმერთი. სად? ერთი წუთი ვნახავ რა თქმა უნდა. ოსია 11:9 ან თუნდაც რა. კი, ოსია 11:9. ხო, აი კონტექსტია ხა, ანუ ღმერთი არ არის კაცი რომ მოიტყუოს, ესეთი რაღაც რო წაიკითხო, ან ღმერთი არ არის კაცი რომ რამე არიცო, ან რაღაცა მაგალითები რომ მოიყვანო რა. ანუ ეს როგორი თემა ისი რომ ღმერთი აი ახ არის პირდაპირი ხაზგასმა იმაზე რომ არსობრივი სხვაობაა ღმერთსა და ადამიანს შორის. ანუ მაგალითად ადამიანები რადგან იტყუებიან ინტერნეტი დამიმთავრდა მეგობრებო? ჩემი ხმა ისმის? ჩემი ხმა ისმის? ისმის კი. დამიმთავრდა. ნახე, არსობრივი სხვაობაა რა, რადგან ადამიანები იტყუებიან თავისთავად ღმერთი იმაზე ხაზგასმასმელად, რომ ბუნებით იგი ყოვლად უტყუარია. ამის ხაზგასმასმელად თავისთავად იტყვა, რომ მე ადამიანი არ ვარ, ანუ თქვენსავით არ ვარ მე რომ მოვატყუ, ანუ მე სანდო ვარ ბუნებით, მე მოსიყვარულე ვარ, ანუ თქვენნაირი არ ვარ, ხო ხტები თავისთავად. თან მით უმეტეს განკაცება ჯერ არ არის შესრულებული რა. და ჩვენ არ ვამბობთ, რომ ღმერთი ადამიანი იყო, ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ქრისტემ ადამიანური ბუნება შეიძლება, ანუ ჭეშმარიტად ადამიანი გახდა, მაგრამ ხო ხტები, ანუ სახთო ბუნება არ შეცვლილა, ანუ ის სახთო ბუნება დარჩა, ადამიანური ბუნება დარჩა, თავისთავად განახტო ქრისტემ და აღავსო სახთო ღირსეულობებით, მაგრამ ანუ ამ ორი ბუნების აღრევა ერთმანეთში არ ყოფილა, უბრალოდ ერთი ჰიპოსტასი იყო პიროვნება, ვინც ამოქმედებდა ამ შემთხვევაში ორივე ბუნებას. გამომარჯოს ნიგურ. ასევე იესო ამბობს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი არის მხოლოდ მამა და არა სულიწმინდან ძე. ამას ამბობს იოანეს სახარებაში მე-17 თავი მესამე ლექსი. ანუ ზოგადად ნახე, ეგ ფორმულირება მაგალითად იუდა ამბობს თავის სახარებაში, ოღონდ იუდა ისკარიოტელი არა, იუდა მოციქული, ანუ ჩვენი წმინდანი იუდა, მეორე იუდა. პირდაპირ ამბობს იესო არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტეს ჩვენს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და რომაელთაშიც არის ეგ ფორმულირება, მაგალითად ქრისტეს უწოდებენ მოციქულები ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მაგალითად მე რო გავდივარ ლაივში, იესო ქრისტე არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, ამას ვიძახი. ფორმულირებას, მაგრამ თავისთავად არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ მამა და ძე ამიტომ ღმერთი არ არის. ანუ მე უბრალოდ ამ ფორმულირებას იმიტომ ვაკეთებ, რომ ანუ წეგანაზე შევთანხმდით ჩვენ, რომ ეს არ არის სხვადასხვა ღმერთი, ეს არის სხვადასხვა პიროვნება, მაგრამ ღმერთი ერთია, ანუ ერთი ღმერთია. მაგალითად, მამა არ არის რაღაცა ცალკე არსება, არამედ არის ძის და სულიწმინდასთან თანაარსი რა. მამის ღმერთს, ანუ იმ ერთ ღმერთს რითი მოიხსენებს, უბრალოდ ღმერთი, თუ რაიმე სახელი გააჩნიან, რაიმე შესაძლებელი. ანუ სამება რასაც აერთიანებს, ანუ ერთ არსებას, პიროვნებას. ანუ კი ბატონო, ღმერთი არის ბუნების აღნიშნული სიტყვა, ღმერთს თუ იტყვი ამ შემთხვევაში და ჭეშმარიტი ღმერთი ყავს გონებაში, მაგას თუ მოიაზრებ, ერთ არსს გულისხმობ, ანუ არსის აღნიშნული სიტყვა თვითონ ღმერთი, მაგალითად მე რო თქვა სიტყვა კატა, მე ვგულისხმობ ზოგადად კატას და არა ჩემს კონკრეტულ ინდივიდ კატას რა, მაგალითად მე რო თქვა ადამიანი, მე ვგულისხმობ ზოგადად ადამიანს და არა კონკრეტულ პიროვნებას რა. ამ შემთხვევაში მე რო თქვა ღმერთი, ანუ მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში თუ ჭეშმარიტ ღმერთზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი, ღმერთს ვგულისხმობ მის ბუნებას არსს აღნიშნავ და არა კონკრეტულად პიროვნებას, ვინც ფლობს ამ ბუნებას.
შესაბამისად თავისთავად მამა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია, იმიტომ რომ ორი ღმერთი არ ყავს, სამი ღმერთი არ ყავს, ყავს ერთი ღმერთი, რომელსაც ანუ პიროვნული დისტინქცია აქვს მხოლოდ და არა არსობრივი, ანუ ერთი არსი აქვს სრულიად. ხო მივხვდი. იგი მივხვდი. კიდევ მაქვს ასეთი რაღაც, ესე იგი ერთი წუთი ნახავ. და ისე რა არის, ანუ თქვენთან მაგალითად ყურანში არის სული წმინდა რო არის ყურანში წარმოდგენილი ამ შემთხვევაში მაგალითად ანუ ყურანში მე ვხედავ იმ კონცეფტს რომ ანუ არის ცალკე ღმერთი და არის ცალკე სული წმინდა რომელსაც შეუძლია შეექმნას მაგალითად სურა შეიძლება რომ მომიყვანო მაგის აი მაგალითად მოდი გეტყვი აი სურატ ელ-მერიამი მე-19 სურა მე-16-დან 21 მუხლამდე რა აი ეგ რო წაიკითხო კონტექსტი რა ანუ აი მე-16-დან 21-მდე თუ წაიკითხავ კარგ თარგმანს მეც გავხსნი თუ საიდან საამდე ერთი წუთი მე-16-დან 21 სურატ ელ-მერიამ მე-19 სურა მე-19 სურას მე-16 აიათიდან 21 აიათამდე მეც გავხსნი თუ უნდა და მეც მივადევნი თვალს სურათ გავხსენი ახლა თუ მინდა. ოკეი. არ არის პრობლემა. წაიკითხე, აი 16-21-მდე მე ქართულად მივადევნი. კი. მოსასმენია ეს. ნიკოლოზ მიყვარხარ ზმა შემოგევლე. ეს 19 მე-19 სურას პირველ აიათს არ მიჩვენებს სამწუხაროდ. არა, პირველი აიათი რა თქინდაღაც. მე-19 სურას მე-16 აიათიდან წაიკითხე. კარგი, ნახავ ახლა. აი მაგ. And mentioned in the book of prophets the story of Mary when he withdrew from her family to a place in the east. ეს არის მე-16 აიათი. კი ბატონო, აი 21-მდე წაიკითხე. მოიცა მეც გავხსნი მაშინ ინგლისურად. კი. თავიდან წავიკითხო თუ? კი ბატონო. მოიცა ისე. ვიჯუ რა უნდა? არაბულთან მოიცა. კი ბატონო. მიდი, ანუ კი ბატონო, გააგრძელე არ გინდა თავიდან წავიკითხო. მე-17 აიათი screening herself off from them when we sent to her our angel Gabriel. არასწორი თარგმანია. მე ახაც our angel წერია, არ წერია ანგელოზი, ანუ წერია რუხ და რატო არის ანგელოზად გადათარგმნილი. სხვა თარგმანი ნახე, ანუ შეცვალე თარგმანი, იმიტომ რომ სული წერია. Yes, in English. სული წერია, რუხ წერია, ანგელოზი არ წერია, ბიჭო, რანაირად თარგმნიან, ისინი იჯები ხო არა? ან არაბულად არ უწერია ზევით ტრანსლიტერაცია? კი, არაბულად უწერია. აი გადათარგმნით უნდა სიტყვასიტყვით, ან რავი, კაი თარგმანი ნახე, სხვა თარგმანი ნახე, იმიტომ რომ ანგელოზი ვაფშე არ წერია. წერია რუხი. ახლა საერთოდ სხვა რა მინდა წერა ისო. აბა წაიკითხე მე-17-ე. She screened herself კი, ახლა სულზე თქო. She screened herself away from them and we sent to her our spirit and he appeared. Yes bro, yes, come on. Keep reading please. Keep reading. She said, I take refuge from you in the most merciful. Should you be rice tails. He said, გავგრძელო ხო? მე 21-მდე. Okay. He said, I am only the messenger of your Lord to give you the gift of a poor son. She said, poor son, ხო ანუ მე უნდა მოხსენ, ანუ სული ლაპარაკობს, რომ ამ შემთხვევაში მე ვარო შეტყობინების მომტანი ალაჰის და შენ უნდა მოხსეო ამ შემთხვევაში pure boy, ანუ ის
იესოზეა ხო თავისთავად აქ საუბარი. ანუ მე უნდა მოხსეო შენ. მე წერია ესეთი რაღაც ჩემთან რომ she wonder how can I have a son when no man has ever touched me or a man chased რაღაცა მე he replies so will it be your Lord says it is me for me so and I will make him sign for humanity and mercy from us და რაღაცა ანუ ეს რაღაცა. ეხლა ნახე. ანუ ამ შემთხვევაში გაგზავნილი არის სული, რომელიც არის ანუ ძალიან ნათელი დისტინქცია ალაჰისგან იმ გაგებით რომ ამბობს რომ მე უბრალოდ შეტყობინების მომტანი ვარ და ანუ ალაჰისგან ვარ გამოგზავნილი, ანუ ალაჰისგან არის გამოსული სული და ეს სული ქმნის სიცოცხლეს, ანუ სიცოცხლეს ქმნის იმ გაგებით რომ სული ამბობს რომ მე მოგცემო შენო pure boy ამ შემთხვევაში იესოზეა საუბარი რა, ანუ ბავშვს ანუ მე მოგცემო. შესაბამისად, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ყავს ორი საღვთო ერთეული, რომელიც ორივე ქმნის რაღაც, ანუ ალაჰი და კიდე სული, ანუ ორი, ხო ხდები? მოისა. ანუ აქ ანუ დარწმუნებული ხარ რომ ფურსანში იესო ქრისტე იულისხმება? Pure boy, ანუ თავისთავად, ანუ მარიამში ვინც ჩაისახა, ანუ მე უნდა მოხცეო, ნახე ეს არის, ანუ ეგ ისტორია მარიამის ისტორია და ანუ მარიამმა ხო იესო ხალწულებრივად შვა, ანუ ამას ყურანი აღიარებს. ოღონდ ანუ ისტორია როგორ არის გადმოცემული, ანუ ქრისტიანები ხო თვლით რომ ძეღმერთი, ანუ ზოგადად მოქმედება ეს ხდება ჩვენთან, ანუ სამების რომ მამისაგან ძის მიერ სული წმინდით ხდება, ყველა მოქმედება ღმერთისგან რაც ხდება, მამისაგან ძის მიერ სული წმინდით, ეს არის ფორმულა. შევხედოთ რომ მამისნებით ძე განკაცდა სული წმინდით მარიამში, ანუ მარიამისგან, ანუ ადამიანური ბუნებით მისგან იშვა, ხო ხდება, ანუ სული წმინდით. ეს არის ჩვენი, ანუ ქრისტიანული ნარატივი. აქ ანუ ყურანი ამბობს ეს რაღაცას რომ ალაჰმა გაგზავნა მარიამთან სული, ეს სული ეუბნება რომ მე ვარ შეტყობინების მომტანი ალაჰის და მე მოგცემ შენ, მე მოგცემო შენო, ანუ pure boys, ანუ იმ იესო რო ჩაისახა, ანუ მე თვითონ გავყეთებოდა. ამ შემთხვევაში ყავს ორი საღვთო ერთეული, ორივე ქმნის, ერთი ალაჰი და რუხულ ყუდუს, ანუ ის სული ალაჰისგან მოვლენილი სული წმინდა. შემდეგი მოგავსო. შემდეგ კითხვა ასეთი მაქვს, ანუ ღმერთს ქრისტიანებისთვის, ანუ ზუსტად არ ვიცი მეც, ღმერთს ერთი შვილი ყავს, ხო? ხო, შენთვის. შვილს გააჩნია რას გულისხმობ, ანუ თუ გულისხმობ ყოფითი გაგებით შვილი, ანუ ესე ყოფითი გაგებით, აი ყოფითი რეალიები არ არის სამებაში და თუ გულისხმობ ბუნებით, ანუ ძე რამდენია ზოგადად ბუნებით ძე ვინ არის? ბუნებით ერთი ძე არის თავისთავად. ბუნებით კი, მაგრამ ზოგადად ვამბობ რა, ანუ შვილი რამდენი ყავს ღმერთს, ასე ვიტყვი. ანუ აი კიდე ერთხელ რა შვილი არის ცოტა ისეთი სიტყვა, ანუ ხო გესმის, ანუ დაბნეულობა შეიძლება გამოიწვიოს რა, ანუ თვითონ ეს ტერმინოლოგიები მამა. ანუ ძირითადად ყველა ქრისტიანი ვისთანაც მელაპარაკია, იესოს მოიხსენიებს როგორც ღმერთის შვილს და არა მისი ბუნების ხო და ანუ არასწორია ხა თუ მოიხსენიებთ ცალკე როგორც შვილს და ანუ შენ პირველი ხარ ვინც მამას მეუბნება და ამიტომ მეეჭვია. ხო, ანუ თუ არ გავაკეთებთ სწორ იმას, რომ თან არსია მამის და ერთი ღმერთია, ერთი არსება, არასწორი ფორმულები, იმიტომ რომ თვითონ ეგ სიტყვები მამა, ძე, ეგ სიტყვები არ გაიგება ყოფითი გაგებით, იმიტომ რომ რადგან ყოვლადწმინდა სამების წიაღში ზოგადად ყოფითი რეალია, რადგან არ არსებობს, ანუ ეს მამა და ძე არის ურთიერთობის აღმნიშვნელი სიტყვები, იმიტომ რომ ზოგადად მამობა, მაგრამ მე მამა ვარ ჩემ შვილთან მიმართებაში, თორე მამა ჩემთან მიმართებაში, მე თვითონ შვილი ეს მიმართებითი თვისება იქ, რადგან სამების პირ ჰიპოსტასებზე და ჰიპოსტატიკური თვისებები რადგან არის. მამობა ეს არის პიროვნული აღმნიშვნელი, პიროვნების აღმართველი და არა ის ბუნებით. ანუ აბრაამზე კი არა და ადამზე დავწერე კიდე ესე იგი არამ ნახავ ადამზე დავწერე აბრაამზე და რა დაწერე? ნახულობ ახლა. აუ ტელეფონი მიჭდება ყოველ 2 წამში ბიჭო დამღალა. ტელეფონი. რა წერს ბატარეის პრობლემა აქვს თუ? ბიჭო არა თამტესა პრობლემა და კარგად არ ტენის და. ეფრემი ასე.
ეფრემი, აბრაამი და ადამი. ამ ადამიანებს თulis რომ ღმერთი ბიბლიის მიხედვით თulis რომ ისინი არიან ღმერთის შვილები. მათ უწოდებს ასე. კი, მაგრამ ანუ ისევ მივხვდი რა უკვე. როცა ვამბობთ ანუ შვილები სახელიდან ანუ ეს სწორად მივიღენ, სწორისია, იმიტომ რომ ისინი არ დაუკონკრეტებიათ რა, დაუკონკრეტებიათ მას, რომ ხო, ანუ თავარია მან რას გულისხმობენ. შვილში რას გულისხმობენ, იმიტომ რომ მე გეტყვით უინა როგორ ხდება ადამიანი ღმერთის შვილი. წაიკითხე იონეს პირველი თავის მე-12 მუხლი, იონეს სახარების. ერთი წუთი. პირველი სახარების რომელი? 12. კიდე დაგედო. რა? ამადის. ხათმები ბეჭო ვინც მე მარეკოდებს. ანუ აქ გულისხმობს რომ ყველა ანუ ვინც მას ვინც მაგალითად იესო ქრისტეს არა წაიკითხე რა წერია ქართულად არ მიწერია ხა ვერ ვნახავ მე რა ინგლისურადაც კაია ხო but to all who did receive him to those who believed in his name he gave the right to become children of God. Yes, those who believe in his name gave right to be called sons of God. ხო? ანუ მაშინ ყველა ვინც ანუ შენ მაგალითად ხარ ღმერთის შვილი, ასე ვთქვა. კი, ანუ მაგალითად მე ვარ ღმერთის შვილი, შენ არა. ანუ მიხვდი, ანუ ეს განსხვავება, იმიტომ რომ მე შვილობას ვიღებ რწმენით, ანუ მაგალითად ქრისტიანები არიან. ქრისტიანებსაც ეშლებათ. ქრისტიანი გამოვა და ყველა ღმერთის შვილებიო. არა, ანუ ღმერთის შვილი არის, ვინც არის ქრისტეს მორწმუნე რა, იმიტომ რომ შვილობა მიიღება მისით, იმიტომ რომ ბუნებით ჩვენ არ ვართ ღმერთის შვილები. ჩვენ ღმერთის შვილობას ვიღებთ მადლით, ანუ ღმერთის ენერგიის აღსებულობით, რაც ქრისტეს რწმენით მიიღწევან მასთან ერთობით, ხვდები? ოკეი და ანუ ახლა გეტყვი ისეთ რაღაცას, რასაც თითქმის ყველა მუსლიმანი განიხილავს, მაგრამ და ქრისტიანიც. ლუკას ახარების მე-18 თავის მე-18 ლექსი. მე-19-იც, ხო. და ანუ ამაზე რა სიტყვი შენ? ასე ვიტყვი. რა პრობლემა? ეს არ ამტკიცებს რომ ანუ ეს ხო ამტკიცებს ჩვეულებრივ რომ იესო თავის თავს არ უწოდებს როგორც ღმერთს, უწოდებს როგორც არა, ანუ რატომ იწოდებ კეთილს მე ხარ? ხო, ანუ მაშინ ამბობს რომ თვითონ არ არის კეთილი. იესო არ არის კეთილი. არა. ანუ სიტყვაზე, ანუ მოდი ახლა რა გავაკეთოთ რა სახარებები. ანუ ჩვენ ახლა მაგას თუ გავყვებით ლუკას სახარების მე-18 თავს რა და თუ ვიტყვით მაგას იესო რას ამბობს რომ კეთილი არის მარტო ღმერთი. ამას თუ ვიტყვით და ყივად იესოს სიტყვებს დაუჯერებთ, იესო პირდაპირ ღმერთად გამოყავს, იმიტომ რომ იონეს სახარებაში მე-10 თავს პირდაპირ თავის თავს მე ვარ კეთილი მწყემსი. იესო კეთილს უწოდებს საკუთარ თავს პირდაპირ, ამიტომ ღმერთია. მაგ შემთხვევაში კეთილი არ ვარო არ იძახის. ნახე რას იძახის? აი ძალიან საინტერესო ადგილია ეგ, ნახე. მივიდა დიდარი კაცი მიდის მასთან და ანუ კეთილო მოძღო რა ვქნა და კეთილს რატომ იწოდები? ხო იცი რომ არავინ არის კეთილი გარდა ღმერთისა და ახლა საქმე რა შეიცი რომ ზოგადად იესომ ამ შემთხვევაში იცის რომ კითხვის დამსმელი მის ღმერთობას არ აღიარებს. ეგ იცისად ჩანს, ნახე, ვითარება როგორ გაგრძელდება მაგაში ჩანს, ნახე. იესო ეუბნება რომ კაი თუ ვინდა დაიმკვიდროს სასუფეველი, ჩამოუთვლის რაღაცებს ესქენი პატივეცი დედას მამას და დიდარი ამბობს რომ უფალო მე ეს მცნებები დამიცავს სიყრმიდანვეო. სიყრმიდანვე ვიცავდიო ამ მცნებებს და დიდარი ამას პასუხობს და როცა ეს უპასუხა, ანუ იესო უთხრა ერთი რამე გაყიდეო ყველაფერიო და მეო გამომყევიო და დიდარი დაღონებული წავიდა და განეშორა იესოს, ანუ ღმერთად ვერ მიიღო საბოლოოდ. ხო ესმის, ამიტომ ეუბნება იესო, ანუ ამით იესო რასაც იცი რომ შენ, ანუ ისე ეკითხება როგორ დამიმკვიდრო სასუფეველიო და იესო აჩვენებს რომ შენი მოქმედებებით, შენი საქციელებით არ შეგიძლია სასუფეველის დამკვიდრება. სასუფეველი რომ დაიმკვიდრო, ამისთვის გჭირდები მე, ღმერთი, რომელიცაც იმ დონეზე უყვარხარ რომ შენ გამოვკვდები და შენ სოდვებს მე გამოვისყიდი, ანუ მე გჭირდები. მაგიტო ანუ დემონსტრაცია გაუკეთა იესომ რომ შენ მე ღმერთად არ მაღიარებ, ამიტომ კეთილს რომ მიწოდებ, ანუ უბრალოდ თვალთმახწობა, ხო ხტები? და მე მეორე რომ მარტო შენი მოქმედებებით ვერაფერს ვერ იზამ, მე გჭირდები. ეს ამის სრული დემონსტრაცია არის იესოს მხრიდან რა. იმან რომ იცოდეს რომ იესო ღმერთია, ანუ სიტყვაზე ეკითხვა აღარც გაუჩნდება როგორ დამკვიდრო სასუფეველი, იმიტომ რომ თავისთავად ეცოდინება რომ სასუფეველის დამკვიდრება შეუძლია თვითონ ქრისტეთი.
ხო ხტები და თავის მოქმედებებზე აღარ იქნება დაყრდნობილი. რადგან თავის მოქმედებებზე გასაგები ჩვენ აი ერთ რაღაცას ვიტყვით, დავუძლები ისე თუ შეიძლება. ლაპარაკში მკითხა ჩვენმა მეგობარმა, რომ იესო ქრისტეს ხო ისედაც თუ ისედაც ქონდაო ცოდვების მიტევების ძალაო, რადგან ღვთიური ბუნება ქონდაო, რა საჭირო გახდაო, ჩამოსვლა, დაღუპვა და ასე შემდეგ, რა. ხო ეგეს მე განვიხილოთ, მაგრამ ჯერ რაღაც აინტერესებს. ხო, ანუ იესოს, ანუ ბიბლია გეუბნება, რომ მხოლოდ იესოს ეციპატივი თან დაარღვიე 10 მცნება, მაგრამ თუ იწამებ იესო ქრისტეს და ილოცებ, ეს ყველაფერი მოგეტევება და თან რომ გააკეთო, ეს ყველაფერი სასופეულ არაფერს არ წარმოდის. ეს დაწერა ერთმა ბიჭმა კომენტარებში, რომ მხოლოდ ანუ შენ თუ დაარღვევ 10 მცნებას ყველას და ანუ სისტემატიურად რო არღვევ და თან სისტემატიურად რო ლოცულობ, ესო შენ მოგეტევებაო, ჩემი აზრით არ მოგეტევება რა შუაშია. ანუ როგორი თემა ისი ავიღოთ 10 მცნება თუ ვინდა და ვნახოთ. რა არის 10 მცნება? ავიღოთ რამე 2 მცნება. ანუ იყოს არაკაცკლა, არაკაცკლა კაი კიდე ადვილია და მაგასაც არ ღვევს ადამიანი. მაგასაც არ ღვევთ და გეტყვი რანაირად. გეტყვი ხლა რა, მაგრამ მოდი ელემენტარული ავიღოთ, მოდი აი ხა ბიჭები ვართ და ბიჭების პრობლემაა ეს ხოლმე ხშირად. სიტყვაზე არ იმრუშო. აი ეს ერთი მცნება აიღე და არ მოიტყუო. მე ხშირად ვიტყუები სიტყვაზე. ეხლა ნახე რა შეასახმე. ეს ორი მცნება აი იმ ვიწრო გაგებით, აი ვიწრო გაგება რაც იყო სიტყვაზე მაგ მცნებების. ვიწრო გაგებითაც კი იმდენჯერ მაგ დარღვეული რომ ვერ დათვლის ვერავინ. არ იმრუშო, მრუშობაში არ შედის მარტო ფიზიკური ურთიერთობა. შედის კიდე სხვადასხვა რაღაცები, ლაივში არ ვიტყვი მაგ სიტყვებს, ანუ არ მინდა რომ დამიბლოკოს ლაივი. ის და ესა არ მოიტყო. ეხლა ნახე, ეხლა მოდი გავაკეთოთ რა გააკეთა საერთოდ ქრისტემ რომ მოვიდა. 10 მცნებას რო უხსნის რა რეალურად მცნებები საერთოდ რა არის მაგას რო. ებრაელებს ეუბნება რომ თქვენ იცით არ იმრუშო და მე გეუბნებით რომ ვინც ქალს ნდომით შეხედა უკვე იმრუშა თავის გულში. რა წარმოიდგინე, ანუ მე პირველად რო წავიკითხე ისეთი სკანდალიზებული ვიყავი რომ რა ვიცი სხვანაირად როგორ შემეხედა ხალხს არც იმდენად შოქში ვიყავი ეგ რომ ანუ გავგიჟდი საერთოდ წარმოიდგინე ანუ თუ გაიფიქრე თუ იფიქრე რომ აი ამასთან შენი გულის თქმა თუ ეგეთია უკვე ის ცოდვა აღჭადენ მეორე იესო ამოს თქვენ იცით არა კაცკლა მე კი გეუბნები თქვენ რომ ვინც თავის ძმას ტყვი უბრალოდ განურისხდა მან უკვე სცოდა აი წარმოიდგინე რომ გაბრაზდები მაგრად რო გაუბრაზდები ესა და იესო რატო აკეთებს ამას იცი? ანუ ყველა ცოდვა საიდან მოდის? მკვლელობა საიდან მოდის? გულიდან, ხო? შენ რომ რისხანებ, რომ ამ პარტავნობა აუესვის გაუკეთეს ეს და ბოღმას და იმას ეს შობს მე მეუბნება რომ მოითმინე თუნდაც ანუ რომ მოგიკლას მაგალითად ვიღაცამ ღმერთმა უკრას მაგრამ დედა უნდა მოითმინო და რამე არ უნდა გააკეთო ამას გეუბნება ბიბლია რა მაგრამ ვერ მოითმენ ანუ დავამატებ რომ როცა იესოს ქვებს ესროდნენ იუდეველები და თან ესე იგი უწოდებდნენ მათ ყუარას იესო მათ უწოდა გველები ანუ გველები და კიდევ რაღაც სხვა სიტყვებით მაშინ არ გახსოვს ჯვარზე რომ მოკლეს რა სიტყვები წარმოთქვა იესო საერთოდ არიციან რა საკეთებენ აპატიეო მამა ხო გახსოვს კი მაგრამ მაშინ იუდეველებთან ეგ რატო თქვა იესო მაგათ უწოდა მეშმაკიშვილები იმიტომ რომ იესო მეშმაკიშვილები იმიტომ უწოდა რომ მის ღმერთობას არ აღიარებდნენ მაგიტო უწოდა კონტექსტში ეხლა ნახე შენ რასაც იძახი რომ დაითმინო დათმენა გასაგებია და დათმენა როგორ ხდება დათმენა შეუძლებელია იმ პრობლემის აღმოფხვრვის გარეშე რაც ქრისტეს მიერ ხდება ან ნახე ანუ ქრისტე ასწავლის მათ რომ ცოდვა გულიდან მოდის ანუ მაგალითად მე რომ ვიღაცის მოკლა მინდა და ვერ ვკლავ იმიტომ რომ ძალა არ მაქვს ეგ მე მკვლელობაში მე ეგ ანიშნავს რომ ეს სათნოება არ არის ხო ხტები მე რომ უბრალოდ იმიტომ ვერ ვკლავ ვიღაცას რომ უბრალოდ არ შემიძლია მაგრამ მინდა იმ მაგაზე ვოცნებო რომ აი ვიღაც მომაკლევინა მკვლელი ვარ ხტები ანუ ამას ასწავლის იესო რომ ანუ გულის ზრახა კი ეგ ყურანშიც არის მოხსენებული რომ გაფიქრებას კი არის უკვე ცოდვა ანუ ხო აქ ჩვენთან როგორ არის განა ცოდვაში არა ჩვენ ამაზე არ ვართ ანუ ცოდვა არა ანუ რო ჩვენ როგორ ვართ ის არის ანუ აქ რა შეასახმე იცი აქ რა არის ცოდვა და რა არ არის ეს კი არ არის აქ მნიშვნელოვანი აქ თვითონ პრობლემის წყაროს გაჩვენებს მიხვდი ანუ ცოდვა რა არის რეალურად მაგას გაგებინებს ცოდვა არის გულის კონდიცია შენი გულითი მდგომარეობიდან განისაზღვრება ცოდვა ხო ხტები რას გეუბნები
აი გულით იმ მდგომარეობა, იმიტომ რომ სიტყვაზე შენ რო ოჯახში რო შემოგვივარდეს ვინმე და რაღაც ძალადობას ცდილობ ჩვენ რო თავი დავიცვათ და მაგ დროს შემოგვაკვდეს სიტყვაზე ვინც ჩვენს მოკლას ეს მკვლელობადაც კი არ ითვლება დეფინიციურად სოდვაში საერთოდ არ გადის ეს თავდაცვა ხო ხვდები რას გეუნ როცა სხვა გზა არ არის და თავს როცა იცავ მაგრამ რადგან გულის კონდიციაში იესო მაგას მათ ამას უხსნის რომ 10 მცნებას ამიტომ ჩვენ თუ განვიხილავთ ჭეშმარიტად 10 მცნება რაც არის რეალურად სწორი გაგებით და არა რაღაცა ფსევდო ფარისეულური გაგები 10 მცნებას ყველა ადამიანი არღვევს და ვიდაო თუ ყველა მცნებას არღვევს ადამიანი ხა არ მინდა დედას და მამას ყოველთვის პატივსცემო არ გამოვიდეთ ყველა მცნება გაქვთ ყველას დარღვეული და რადგან ადამიანს არ შეუძლია ზოგადად მცნების დაცვა არ შეუძლია ადამიანს იმიტომ რომ თვითონ ეგ სტანდარტია 10 მცნების დაცემული არსებისთვის არის მიუწვდომელი ანუ მაგის მიღწევა ხდება მხოლოდ ღმერთის საშუალებით ანუ ქრისტეთი შეუძლია ადამიანს რომ ცოდვისგან ანუ თავისუფლდება არა პირადი ბრძოლით ცოდვასთან არამედ იმ შემთხვევაში თუ უფალთან ურთიერთობაშია ეს შეაძლებინებს ხოლმე ადამიანს რომ ცოდვებზე მაღლად ადგეს და მორწმუნეებიც ეცემიან ცოდვებში აი ხა მაგალითად მე მინდა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წაგიკითხავ პავლე მოციქულის chuyện იმასაც დავამატებ მაგალითად ქრისტიანებზე რომ უმეტესი იგინება ასე ვთქვათ ანუ ეს ყველა პატივს არსებობს არც მათ მტრებს როგორც მოიხსენიებენ მუსლიმანებს მტრებად ანუ ქრისტიანები ხომ მოიხსენიებენ ამას მტრებად არ მოიხსენიებენ ანუ ჩვენ თუ ნახულობ ანუ ქართველის დადებულ მუსლიმანურ ვიდეოებს მიხვდები რომ ამას ამბობი ანუ ეგენი ვერ ერკვევიან მტრებად არ უნდა მოიხსენიო თავისთავად ანუ ამით არღვევენ ძალიან ბევრ კანონს უბრალოდ გინევასთან დაკავშირებითაც და მათ ესახარების მეხუთე თავის 54 მცნებას ლექსად კი ბატონო აი ხა მე წაგიკითხავ ჯულთან დაკავშირებით პავლე მოციქულის მსჯელობას და კარგად მიხვდები განავრცობს პავლე კარგად მაგრამ ჩვენ ვიცით რომ რასაც რჯული ამბობს რჯულის ქვეშემდომთათვის ამბობს რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლება მის წინაშე რადგან რჯული შეიცნობა ცოდვა ახლა კი გარდა რჯულისა გამოჩნდა ღვთის სიმართლე რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველი და რჯული ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს წმენით ყველა მორწმუნისთვის ვინაიდან არ არსებობს განსხვავება რა კი ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას ან ყველამ და მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლებიან მისი მადლითა და იესოს ქრისტეს მიერი გამოსყიდვის წყალობით ქრისტეს რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინელ ცოდვათა მიტევების გზით რომელნიც სულ გზნელად დაითმინა ღმერთმა რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს და ყოფილიყო იგი მართალი იესოს მორწმუნეთა გამამართლებელი მას სადღაა სიკადული განქარებულა კი მაგრამ რომელი რჯულით საქმეთა რჯულით არამცდა არამედ რწმენის რჯულით რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ რომ კაცი რწმენით მართლება რჯულის საქმეთა მიუხედავად ნუ თუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისა და არა წარმართებისაც რა თქმა უნდა წარმართებისაც რადგანაც ერთია ღმერთი რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინ და ცვეთილთ წინ და უცვეთილს კი რწმენით მას ჩვენ რწმენით ვახარწყლებს ჯულს არამცდა არამედ ვამტკიცებთ მას ყოველთვის ანუ რჯულის და რჯულის მოძღვრების და რჯულის წინასწარმეტყველებების ახსრულება სრულყოფა იყო პიროვნული ანუ იესო ნაზარეველი ანუ თვითონ ეს პიროვნება იყო ვინც საბოლოოდ სრულყოფს ამ ყველაფერს ხვდები და ორი კითხვა მაქვს კიდევ და თან გავალ შემდეგ ხვალს თუ გავუშვებ ლაივს კიდევ დაგისვამ რაღაც კითხვებს ხვალისთვისაც მოვაღებებ ხო ნუ პირველი კითხვა მაქვს ის რომ ესე იგი ბიბლია როგორც ვიცი რა ნუ ერთ-ერთ ლექსში თუ არ ვცდები ეს იყო ისა რომელი იყო თუ არ ვცდები იყო მარკოზის სახარებაში ერთ-ერთ ლექსში ამბობს რომ თუ კი შენი ახლობელი დედა მამა და ან ძმა ანუ ახლობელი შოულები შეიცვლის რელიგიას ის არ უნდა დაინო და მოკლა ანუ ამას როგორ ამახლებია მოიცა წინაზე შემხვდა ესე იგი ასად არასდროს არც გამიგია არ ჩამოხვედრია მსგავსი არაფერი საერთოდ ამორიცხული
დაჟე წინაზე გახსოვს სანამ ეხა მოძებნის მეგობრებთან მქონდა საუბარი და ერთ-ერთი მოკლედ არ არის რა მორწმუნე და იმან მითხრა რომ მე განახებო ეხაო სადაც წერიაო ყველაფერიო რა და მე ვთხარი თუ მანახებ ეხლავე უარყოფ მეთქი ჩემს არწმუნე იმდენად დარწმუნებული ვიყავი და მე რა თქმა უნდა ისე მოხდა რომ ვერ მანახა ვერაფერი მაგრამ იმან უფრო ბრუტალურად ამიხსნა კიდე სხვანაირად რა და რა აქვს საკითხული საკითხობენ ამას ვნახე აი ხა დავწერ თითოთი შეიძლება რომ იძახდეს ნა ის გამორიცხული ალბათ იესო რომ ამბობს რომ ახვილით მოვდივარ და არასი მეორე რჯული მე-13 მეორე რჯული არის კაცო მათი სახარება ხო მეორე რჯული მე-13 თავი მე-6-დან მე-10 ლექსამდე ანუ ეგ ძველი აღთქმის ანუ კონკრეტული კანონები და კონკრეტული ინსტრუქციული ანუ ამას არა აქვს რაღაცა მარადიული ლაივში ანუ მახსოვს ვიცი კი მეორე რჯული მე-10 თავია ხო კი მე-6-დან მე-10 კი ანუ ვიცი კი მახსოვს ანუ ვიცი უბრალოდ ანუ კონკრეტული მაგალითად რაღაცა რჯულის წესები იყო რაც იყო ინსტრუქციული ანუ ინსტრუქციულში გულისხმობ რომ კონკრეტული ინსტრუქცია იყო იმ მომენტში რაღაც უნდა გაეკეთებინათ იმიტომ რომ ეს არის ყოვლის მცოდნეობითი პერსპექტივიდან მიცემული რჯული ანუ ნიადაგი უნდა შემზადებულიყო ღმერთის განკაცების ანუ უბრალოდ აი ადამიანს ვეთქვი კონკრეტული რჯული მიცემის the way the truth ფიზიკური გადარჩენა ამ მიზეზი მაგალითად ლაშა შეგიძლია ამა და ასე შემდეგ ამას არა ანუ მორალური ტვირთი რა ამას აქვს ინსტრუქციული ტვირთი ფორმალ ახალ წავიკითხავ უბრალოდ წავიკითხავ რა რომ აი ამას ვაჩვენ აი ვინც მე პირადში მელაპარაკებოდა უბრალოდ კი გისმენ ლაშა მქვია შეგიძლია მომმართო არ არის პრობლემა всё შეიძლება ხა გავხსნი კომპიუტერში ეს გავხსნი ანუ ვიცი რა ანუ რავი რა უნდა მას დავიწყებ ესე თუ შენი ძმა ან შენი ვაჟი ან შენი ასული ან შენი თოლი რომელიც შენს გულს უყვარს ან მუხლი თქვით ან ჩვენს მივადევნო თვალი რომელი მუხლი მუხლი ხავი ეს არის ეს არის მეორე რჯული, მოიცა? ახსნი შვიდებია. ამეგეცა. მეორე რჯული მე-13 თავის მე-6-დან მე-10 მუხლამდე. აჰა. სიცხილე და სასჯელი თაყვანისმცემი შეცვლის გამო. წავიკითხო. თუ შენი ძმა, ან შენი ვაჟი, ან შენი ასული, ან შენი ცოლი, რომელიც შენს გულს უყვარს, ან შენი მეგობარი, რომელიც შენი სულის მსგავსია, თარულად დაგაიმედებს და გეტყვის. წამო, მიუმართოთ სხვა ღმერთებს, რომელთაც არც შენი იცნობდი და არც შენი მამები. არ დათანხმდი, არ მოусმინო, არც უნდა შეგიწყალდე, ანუ არც უნდა შეიწყალო, არ დაინდო იგი და არ დაფარო. უნდა მოკლა იგი და შენი ხელი იყოს პირველი მის წინააღმდეგ და სასჯელად და შემდეგ მთელი ერის ხელი. კი ბატონო, ანუ უნდა ჩაუბრუნო რომ მოკალი ისმის რელიგია შეიცვლის შეგონ შენი ახლობელი. ვინ შეგიყვარს? ანუ აი მაგას გიხსნიდი რომ ეს კონკრეტული რჯული არის მიცემული ისრაელიანებისთვის იმ ისტორიულ პერიოდში, აი იმ თეოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც ანუ მანდ ერთგულება იყო თვითონ ანუ ღმერთისადმი, ანუ ეროვნული იდენტობისა, იმ იდენტობის, ანუ ვისაც არ უნდა მიმართავდეს, გეუბნება რომ მოკალიო და
ანუ საქმე რა შეიძლება თან ახ ცრუ ღმერთების დიდება არ გულისხმობს მარტო რაღაცა მარტო გამოგონილ ღმერთს ადამიანი ეთაყვანება ეს არის ყველაზე რაღაცა ისეთი გავრცელებული ფორმა თორე იქ ცრუ ღმერთების დიდებაში იგულისხმებოდა ბავშვების ხელშეწირო აი ისეთი გაუყურმართებები რაც თვითონ ადამიანის სიცოცხლის არსებობისთვის ხელს უხმნიდა ანუ იმ კონკრეტულ ადამიანებს რომლებიც მორწმუნეები იყვნენ რომლებიც ანუ სადიდანაც ანუ ნიადაგი მზადდებოდა უფლის განკაცებისთვის შესაბამისად ეს არის ანუ ბიბლია შენ ხო ახსენე რომ ბიბლია გეუბნება მოითმინა. კლელობაზე არ მიგითითებს ყურანში ალაჰი არასდროს ანუ ღმერთის კლელობაზე გააჩნია რაზე მიგითითებს ახალ გეტყვი რაზე მიგითითებს რომ თუ კი შენი მტრები ანუ მტრები რა სხვა რელიგიის წარმომადგენლები შენთან ბრძოლით ანუ ომით და არა სარწმუნოებით. კარგი, ანუ ომში შეპყრობილ, როცა შეგიძლია რომ ომში როდესაც შეიპყრობდი ვიღაცას და ანუ რო შეგეძლო მათთან ურთიერთობა, როცა ტყვეება ჩავარდნებოდნენ, ანუ ხალხებთან მაგსაუბარი, ლაივი არ მინდა რომ დაიბლოკოს, ანუ ეგ დაშვება რატო მოხდა ამაში. როგორ ვერ გავიგე? ანუ ომში, როდესაც ომში რო შეგეძლო რომ ანუ ურთიერთობის დამყარების უფლება რო ქონდა იმ ქალებთან, ვინც ჩავარდებოდნენ ამ შემთხვევაში. ვისაც რომც რო ქმნები ყოლოდათ ამის უფლება არ ასაჭირო. სურა რომ მოგიყვან. იმასაც გეტყვი რომ მუჰამედის ცოლები იყო ამ ბრძოლის მიზეზი რა. ანუ 27 ბრძოლა ხო აწარმოა მუჰამედმა და ამ დროს ანუ როდესაც მოწინააღმდეგე და 52 სხვა ქვეყანას როდესაც ამარცხებდი ადრე მისი მეთაურის ქალიშვილი თუ ყავდა უნდა მოგიყვანა ცოლად ეს ასეთი არა მაღაზე არ გეუბნები ეხლა შენ რა მოხულით მოიყვანე ბიბლიიდან ეს არის ყოვლის მცოდნეობიდან მიცემული ინსტრუქცია რა ანუ ღმერთის შექმნილია სიცოცხლე და შესაბამისად მისი პრეროგატივაა როდის დაასრულებს ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს რა შესაბამისად მაგალითად ისრაელიანებს როცა სიტყვაზე რომ ხანაანელები ამოწყვიტონ ამ შემთხვევაში ეს ინსტრუქცია არის ღმერთის ყოვლის მცოდნეობითი პერსპექტივიდან და არა ის რომ ღმერთი მოსიყვარული არ არის ის სასჯელი იმ ადამიანების მიმართ რაც ღმერთმა დაუშვა ეს იმ პერსპექტივიდან არის რომ ღმერთი ზრუნავს თითოეული ადამიანი გადაარჩინოს რა შესაბამისად მითითება მაგ სტანდარტით თუ მიუდგები ძველ აღთქმას ყურანში გახს სერიოზული პრობლემები ისეთი პრობლემები რომ საერთოდ პასუხს ვერ გასცემდა ღმერთის ყოვლის მცოდნეობითი პერსპექტივით იხსნება ეგ კონკრეტული ინსტრუქცია ეს არის რაღაცა მარადიული ისა ჯული რა იმერ პატიება და ის თვითონ ძველ აღთქმაში ჩვეულებრივად ფიგურირებს ანუ ყურანში მე ყველაფერს პასუხს თემ გარდა ერთი რამისა რომელსაც ახლა მალე გავცე მაგასაც პასუხს სხვა ანუ ჩემს ყურანში პასუხს როგორც ემ ანუ გაჩვენე ორი შემოქმედი ყავს სული და ისა ალაჰი და მაშ ტოვჰიდი აღარ არის სიმართლე ხო მე რაც მოგიყვანე სურა მე-9 მარიამის ანუ აქ იგულისხმება ანგელოზი ჩვენ ხომ წავიკითხეთ საწერია რომ ანგელოზია მანა წაღან ხომ მითხარი ანგელოზი არ არისო ანგელოზი არ წერია და ვიღაცა გამოშტერებულმა გადათარგმნა ანგელოზი და არ წერია მოდი კითხავ ხელოვნური ინტელექტი თუ შეიძლება აი კითხე ბაზარი არ არის კითხე ყურანის მე-19 სურას მაგრამ მე-18 აი ანგელოზი წერია სიტყვა თუ არა თქო კითხე მიდი მე თუ ვარ მართალი თქვი რომ შემეშალა და არ ვარ მართალი თქო და აი ამ თემას რო გაივლით მე მაინტერესებს კიდე მე ერთოთი რაზე დაყრდნობით ხდება ის საუბარი რომ იესო ქრისტე არ ყოფილა ჯვარცმული კონკრეტულად რამე ისტორიული აი ევიდენსი თუ არსებობს ამის შესახებ იმის გარდა რომ მე ესე ვფიქრობ ან ვიღაცას მოეჩვენა ესე ვიძახი ან მაგის გარდა რა აი ფაქტებით რო ვისაუბროთ ან რაღაც ანგელოზმა უთხრა, აი ასეა მოხსენებული ახლა გაჩვენებ
თუ გინდა ანუ რას ამბობს ყურანში სიტყვა ანგელოზი წერია მე-19 სურაში? ანუ მთლიანი ეგ ჩავაგდებინე და ასე წერია, ანუ თვითონ სურაში წერია ანგელოზმა უთხრა. ანუ ეგ მაგას მოვკარი თოლი ახლა ჩავუგდებ. არა, მომისმინე ერთი წამი მომისმინე. ხელოვნურ ინტელექტს შენ კითხე იმ მე-19 სურაში, ანუ მე-18 მე-19 მოხში ანგელოზი სიტყვა წერია თუ არა და კიო გითხრა? არა, ეგ არ მითქვა, მთლიანი ჩავაგდებია. არ მომატყუო. ნახე, ეგრე დაუსვი კითხვა. ყურანში თუ წერია მან სიტყვა ანგელოზი. აი ეგრე. ია თუ გინდა ლაშასაც ჩავუგდებ პირადში მაგასო ეგ ჩამიგდო. კარგი? ანუ კაი, კითხე. მაგის პრობლემა არ არის, კონკრეტულად ეს კითხვა დაუსვი, რასაც იზამს. არა, ერთი წამი არ წერია და დაუსვი კითხვა, არა, დაუსვი კითხვა. ეგ კითხვა დაუსვი მე. ხო, მაგას ვიძახი მეც რა, ეგ კითხვა დაუსვი კონკრეტულად მე. მე სურა და აიათ შემახსენე, ანუ გადამოწმების თემაში. მე-19 სურას მე-16 აიათიდან 21 აიათამდე. ეგ კომპლეტური მე-18 მე-19 სურაში. მე ეგარი მე-17 მუხლი უფრო სწორად. ანუ რაც წერია, ანუ კითხე რატატუის კითხე მე-19 სურის მე-17 აიათში წერია თუ არა სიტყვა ანგელოზი თუ სული წერია თქო რომელიც წერია თქო ეგ კითხე ინტელექტს ეგ არ უნდა შეიშალოს ეს ხო იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რა არ წერიაო დაჩი წერს მე არ ვიცი როგორ გამოვიყენო ორი აპლიკაცია. არ წერია ბიჭო, გადავები. კიდევ ვერ ვისწავლე, რანაირად იყენებს ტელეფონში აპლიკაციას მეორეს პარალელურად რო ლაივში ხართ და ჩენლები. ამს ვიყენებდა, ოღონდ უბრალოდ ხმარ მქონდა ჩართული და იქიდან ვილაპარაკო არ იცმე ჩემი ხო. მითხარი, აბა წერია თუ არა? ახლა უთხარი და მითხრა რომ წერია სული, მაგრამ ბიჭო, რატო იტყუებ? ხო, სული წერია, ხო? ხო და მაგრამ მითხრა რომ ამაში იგულისხმება ანგელოზი გავრიელი. არა, ඒක არ მაინტერესებს მე დანარჩენი რა გითხრა. სული წერია და ანგელოზი რო იგულისხმება, რაზე დაყრდნობით მეუბნები, ამიხსენ. რატო საწერია რომ ანგელოზი იგულისხმება? რატო ამბობს მაგას? ანუ სად წერია რომ ანგელოზი იგულისხმება? კი ბატონო, ეს მითხარ. ამბობს რომ სული, რომელიც ანუ სული სადაც არის სხვა გამოხსენებული, იქ იგულისხმება ანგელოზი გავრიელი. აი ხა მომისმინე. აი არის ის ვერ ერკვევა, ანუ სისულელის სიძახის. გეტყვი ისლამური ნარატივიდან. აი ხა შეხედე, აი თვას ხუჭავ და მოგიყვან 4 მუხლს, სადაც ანუ დაგიმტკიცებს აპირისპიროს. 70.000 სურას მე-4 აიეთი წაიკითხე. მე 97 სურას მე-4 აიეთი წაიკითხე. მე 78 სურას 38 აიეთი წაიკითხე. და წაიკითხე მე-16 სურას მე-2 აიეთი. აი ამ 4-გან 4-ვეგან დაგიმტკიცებ რომ სული ანგელოზი არ არის. ისე სხვათა შორის ვინც არის იცით, ნეო თვალებს რო ხუჭავს, გადმოუძე გადადის მაგ დროს. იმედეს. წინა ეს იყო ესეთ შემთხვევა. მაგარი კაცი ხარ. ვა. ამ სულში საერთოდ არ იგულისხმება ხა. აი, წაიკითხე ჩემი მოყვანილი მუხლები გაიგახსოვს. მეც გავხსნი და შენთან ერთად მივადა. 70.000 მე-4-ში ამბობს რომ ანგელოზები და სული. 70.000 მე-4 ხმა მაღლა წაიკითხე და დააკვირდი რამდენი ჯგუფია გამოყოფილი. ანუ ორი ჯგუფია გამოყოფილი და აქ იგულისხმება ადამიანები სული და ანგელოზები.
სული და ანგელოზები ორი ჯგუფი თუ არის გამოყოლები, ამას მეუბნები რომ ყურანი აქვს, რომ მარიამს გამოიცხადა ადამიანის სული ამ 70-ის პირველის მიხედვით. ასე მე-4-ის 70-ის მე-4-ის მიხედვით, ანუ დისტინქცია ძალიან ნათელი თუ ყურადღებით წაიკითხე. სულსა და ანგელოზებს შორის, ანუ სული ცალკეა როგორც ერთი ჯგუფი და მეორე ჯგუფი არის ანგელოზები, ანუ სული და ანგელოზები იდენტური არ არის. ეგ ერთი მუხლი. კიდე გითხარი 16-ის 2 97-ის 4 და 78-ის 28-ის. ერთ წუთს ჯერ 70-ის მე-4-ის გამიხილავ. ახლა მომწერა რომ სულში იგულისხმება გაბრიელი, რომელიც გამოიყო ანგელოზებს. სად წერია მაგას გეკითხები, ანუ გავიგე, ანუ ჩათი გეტყვის ისლამურ ნარატივს რა, ანუ შენ ინტელექტს თუ ეკითხები, ანუ ჩატ GPT ვერ დაგეხმარება ყველაფერში, ანუ ეხა არ გამოგადგება. სად წერია ეგ? ანუ ის რას გეუბნება გავიგე, იბნ აბასი და ის ტაფსირები რა, ანუ თვითონ ყურანი სად მიგითითებს მაგაზე, სად მიგანიშნებს, რომ ანგელოზი არის, გაბრიელი არის ისა. რა ქვია, სულ. და თან თუ მაგას იტყვი რომ გაბრიელია კიდევ ნუ ეგეს. ანუ ეს მეუბნება რომ არის პრობლემა. ხელოვნური ინტელექტი მეუბნება რომ სული სხვაგანაც წერია სხვა ასურებში, სადაც იგულისხმება გაბრიელი და შესაბამისად ეს არის გაბრიელი. სად წერია ყურანი, სად მიმითითებს? აი კითხე ნახე, ანუ ხელოვნური ინტელექტი გეუბნება წერის იმოსვენას გაგიხარდება იმას. ნახე, აი chat GPT-ს ვედებატები ხა ნახე რა უყო, ნახე. ანუ ყურანში არის თუ არა სადმე მითითება თვითონ ყურანში. რომ სული და თავარანგელოზი გაბრიელი არის იდენტური. აი კითხე, აი კითხვა დაუსვი და კინას მითხრა. level up-ებს აკეთებს ჯერ ადამიანებს ედებატებოდა, ეხლა chat GPT-ს. მე ვიზე გადავალ საინტერესო. მამე. ვედებატოთ კაცო ჩააც რა პრობლემა. კი არ წუწუნებ. ნეო შენ ბიბლია ყველაზე ძველი წიგნი გონიაო, რა შუაში. რა შუა საიდან მოვიდა ყველაზე ძველი. AI. მითხარი კი ან არა, რა ტატუის. ხოლა მითხრა არ არის ისეთი რამ რაც ანუ სულს აიგივებს ამასთან, მაგრამ არის სულები სადაც იგულისხმება რომ ეს არის დარწმუნებით. ბიჭო, ანუ რო იგულისხმება, ანუ ეს იგულისხმება არის უკვე ანუ ბიასი, ანუ ისლამური ნარატივი, ანუ მეტი არაფერი არ არის, ანუ თუ გეუბნება რომ ყურანში არ არის მითითება, მაშინ ანუ მითითება არ არის შესაბამისი, ანუ საფუძველი არ გახეი რო თქვა რომ გაბრიელი არის სული, იმიტომ რომ დისტინქცია. მე გეუბნები პირიქით, ანუ ნახე, მოუყვანე ხა ჩემი მუხლები. ეხა მოუყვანე, აი ჩატს გეხვეწები, აი მადებატი გეხვეწები მაგასთან. ნახე, ხო, გეტყვი მუხლებს. და კითხვა დამას მევინე. მოუყვანე, ჩაუწერე ყურანის 78 2.38 თქო, ყურანის 70 2.4 თქო, ყურანის 16 2.2 თქო და ყურანის ისა. ვნახე. რუჰ ალ-ყუდუს ტაფსირების მიხედვით სული არის გაბრიელი. რუჰ ყუდუს კი ვიცი, აუ რუჰ ყუდუს, ეხა ტაფსირებს, ეხა წაგაკითხებ იბნ აბასის ტაფსირია, ვიცი ეგ ტაფსირი. ტაფსირს სანამ წაგაკითხებ და რაც არის შენთვის ეხა ღამის კოშმარი იქნება მაგ ტაფსირს რო წაგაკითხებ, მაგრამ სანამ მაგას წაგაკითხებ, ეხლა ნახე რა გააკეთე. ჩატსა მინდა დებატი და ანუ ეხლა კითხე ესეთი რაღაც ნახე. მეორე სურა, ანუ ჩაუწერე რა, ანუ ეხლა დაგიკითხე. ყველა 78-ის ანუ მართ ხო არითქო ნათელი დისტინქცია სულსა და ანგელოზებს შორის. ანუ ჩემ განკითხე, მე მაინტერესებს თვითონ რას ვფიქრობ. კარგი. ну 14% ბიჭო რა ჭირს ამ ტელეფონს და მისმინე რა ტელეფონი გაქვს iPhone-ია თუ Android-ი? iPhone მაქვს 16 Pro. ანუ Type 10-ის მაგას ხო? რაღაცა გაუფუჭდა რა, გადაუპყნა. და მაგას რა კონკრეტ, ანუ უბრალოდ ორიგინალი Type-C რო იყოს რომ მოგაწოდო, ხო გამოიყენებ მაგას. კი, მაგრამ ეხა მაღაზე იწვა. სათხარ შემოგვში არც ხარ ჩამოვხსულ ხო? არა. და მეც მინდა წასვლა. მაგრამ აქედან მოვაგვარებ რა პრობლემა. აღარ მინდა გაჩერება მისწავლი. მე ჩამოვალ ალბათ
სექტემბრის 10-ის მერე რა უკვე სახში ვიქნა. სემშამული ხო იცი რომ თამოვალ რომ დაპატიჟებული ხარ ჩემთან წინაზე რომ ვიბაზრეთ ხო იცი მე არ თქვა რომ არ ვიცოდი. აზარი არა უეჭველი კაცი უეჭველი. და წიგსაც მოხცენ. აუ აი ვერ გავედი ვერ ავდექი. მაგაზე აღარ მინდა საუბარი იმდენად გულიწინა ეგ. გაფუჭებული მაგზილი შენს მომას გიფისები. მაგამდე მაგარ რაღაცა შეგიდებ ელექტრონულს. კი არ არის პრობლემა. ან თუ შემიძლია რა ბიჭო რა უნდა 2 საათი. ნახე 97-ის მე-4 ჩვენ გოუნება. ახლა ვიტყვი რასაც გოუნება ერთი წუთი. სანამ იტყვის უცბად კითხავნეო რა. აი რა წიგნს უნდა მომცებ? მაგის ქართული ვერსია შეგიძლია რომ ინტერნეტში გამომიგზავნო, შემიძლია წავიკითხო. არა, ამ წიგნის არა, ის ქართულადაა ისედაც. ეგ ხო ანუ კინე ამ ღამეს ანგელოზები და სულები ჩამოდიან მათი უფლის ნებით. აქ ჩვენ იმას ხვდებით რომ სული წმინდა არის ანგელოზი, იმიტომ რომ ანუ სულში იგულისხმება ანგელოზი, იმიტომ რომ სული წმინდა ღმერთია, ხო? სამეფოში. ასული. ბიჭო, ანგელოზი ჩამოდიან, შეხედა იქ ეხოწები, ეხა ვიაზრონ თუ ყველამ ერთად, აი 5 კაცი ვართ და ოღონდ აი გულწრფელად და შეჯიბრისი და იმის აი გულწრფელად მინდა რომ ვიაზრონ. ჩამოდიან ანგელოზები. 97-ის 4-ი რუჰ ალ ყუდუს ტაფსირების მიხედვით რუჰულ ყუდუს ანგელ გაბრიელი. აი, ეხა შეხედე, ეხოწები შეხედე ხო, აი რუჰულ ყუდუს ხო წერია მან და ეხა შეხედე. ანუ ჩამოდიანო ანგელოზები, ეს ერთი ჯგუფი და სული. და შენ მეუბნები რომ ანგელოზი და სული არის, სული იგივე ანგელოზია და როცა დაყოფილია ანგელოზები ცალკე და სული ცალკე, სული ვიღაცა უფლის ნებით კი ბატონო მეც მაგას გეუბნები რომ ანუ ალაჰი აგზავნის სული. ანუ შენ მეუბნები ღმერთი კიდევ ცალკეა და ღმერთთან კიდევ სამად იყოფა სამპიროვნებად? Yes bro, yes. მაგას გეუბნები, მაგას ხო, ანუ მაგას მე კი არა ყურანი გეუბნება, მე ხმა არა მომიგე. შენი წიგნი მოციტირი. არ მეუბნება. ბიჭო, აი გეხვეწები შეხედე, დავაკვირდეთ, ეხა ორივე მე და შენ რა. ალაჰი აგზავნის. ერთი წუთი. ანუ აი ნახე შეხედე რა. შენ მეუბნები რომ სამეფო ალაჰი ეს ერთი პიროვნება ცალკე არსებობენ? გეტყვი, აგიხსნი რა, მაგას სანამ ფილოსოფიურად აგიხსნი. ოღონდ შენი მოსაგვარებელი ახლა ეს პრობლემა, ნახე. ალაჰი აგზავნის ანგელოზებს და სულს. ხო ასე ამ დისტინქცია ძალიან იქ 97-4-ში განსაკუთრებით რომ ანგელოზები ცალკეა და სული ცალკე, ანუ სულზე ვერ იტყვი რომ ანგელოზია, იმიტომ რომ მაშინ ანგელოზი რო იყოს სულის თქმა აღარ არის საჭირო, პირდაპირ თქმა ანგელოზებს აგზავნის, იმიტომ რომ ცალკეა ეს სული. სული არის ვიღაცა საფრთხე ერთეულ. ეხლა ამ შემთხვევაში ჩემი არგუმენტი ეგ არის, ხო? მაგას გეუბნები რომ ანგელოზი რადგან არ არის, ეს სული და არის ვიღაცა ცალკე საფრთხე ერთეული და თან შეუძლია სიცოცხლის შექმნა, იმიტომ რომ მარიამს ეუბნება რომ მე მოგცევო pure boys იქ იესოზე და თან ქმნის, ანუ ყავს ორი საფრთხე ერთეული, ერთი ალაჰი რომელიც და მეორე სული, რომელსაც ალაჰი აგზავნის და სული რომელიც ქმნის. მაგას გეუბნები. ანუ შენი აზრით ბიბლიაში წერია ის რომ სამება და ცალკე ის ერთი პიროვნება ცალკე არიან? ბიბლიაში აქ ყურანში ეს საერთოდ სხვა რამეს გეუბნება. ანუ ნახე საქმე რაშია იცი რომ ბიბლიაშიც არის, ბიბლიაში არის ალაჰი და არა ის ერთი პიროვნება. რომელიც სამსაერთიანებს. ეს არის საერთოდ არა შეხედე, ოკეი, შეხედე, ორი წამი შეხედე. ანუ ბიბლიას სანამ გადავხვა, ბიბლიაში არის მაგალითად ნარატივი, სადაც მაგალითად არის ეგეთი კონტენტი, რომ მამამ გამოაგზავნა, ძემ გამოაგზავნა სულწმინდა, ასე შემდეგ. ჩვენთვის ეგ პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვაღიარებთ ღმერთს როგორც სამ პიროვნებას და ანუ მათ შორის იპოსტასურ ურთიერთქმედებას. მაგრამ შენს შემთხვევაში რა განსხვავებაა ნახე. შენ ტოპში გასწავლის რომ ღმერთი არის ერთპიროვნული, ამას გასწავლიან და ჩემი არგუმენტი არის რომ ყურანი მაგას ეწინააღმდეგება და გეტყვი რატო. ჩვენ ეხლა წეგან ძალიან კარგად გავიგეთ რომ სული არ არის ანგელოზი, ანუ სული არის ცალკე საფრთხე ერთეული, რომელიც თან ქმნის, ანუ შემოქმედებითი ანგელოზი თუ არის, მაშინ უფლს რატო უფლის ნებით რატო მოძრაობს? ანუ ღმერთის უფლის მამის ნებით, მამისგან გამოდის სული წმინდას, ანუ ჩვენთან წმინდა სამების. ანუ იესო ქრისტე და სული, ანუ თავარი ღმერთი არის მამა. ხო ასე? არა, ანუ ბუნებრივი არსება. მამას ემორჩილებიანო. ანუ კი ბატონო, ანუ მამის ნებასთან თანხვედრაშია ძის ნება, მაგრამ ეს არის ანუ საფრთხონები, ერთინება. ანუ ამ სამს ერთნაირი ბუნება არ აქვს. ბუნება აქვს ერთნაირი ამ შემთხვევაში, ანუ ერთინება აქვს. ბუნება თუ ერთნაირი აქვს, მაშინ ერთს რატო ემორჩილებიან? ხო, არა, მოქმედება არ მოძრაობენ ღმერთები?
ღმერთი. ანუ ერთი და იგივე ნება აქვთ, ანუ ნება თანხმედრაში გესმის ჩემ შემთხვევაში. ანუ მამის ნება είναι. ანუ ეგ ნება პირველად წარმოთქვა მამამ და სხვებმა გაიზიარა ეს. არა, ანუ ეს მარადიული პროცესია. სხვებმა არა, მარადიული პროცესია, ანუ სამივე წარმოიდგინე სამი პიროვნება რო ვიყო და ერთდროულად რომ მოვიდეს თავში ერთი იდეა და ერთი და იგივე და ყველას ნება რო თანხმედრაში იყოს. ოღონდ ჩვენ შორის რო არსებობდეს უბრალოდ ანუ მაშინ მამის ნება რა შუაში. აგიხსნი, ოკეი, აგიხსნი, ნახე. ანუ ამ შემთხვევაში ეს არის ფუნქციური გადანაწილება. ანუ და არა ამ შემთხვევაში არსებით დონეზე ვის ემორჩილება. ფუნქციური სხვაობა, ანუ ჰიპოსტატიკური სხვაობა სამ პიროვნებას შორის და არა არსობრივი. და შენ შემთხვევაში მაგას განუ ჩვენ ამას ვაღიარებთ, ამაზე ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. შენ გაქვს პრობლემა, რომელიც ძახი რომ ღმერთი ერთპიროვნულია, თან ყავს საფრთხო ერთეული სული რუხულ ყუდუს, რომელიც ანუ ანგელოზი არ არის, ალაჰი აგზავნის თანხმის და თან ალაჰის სულია. შესაბამისად ანუ ხო ეს ორი საფრთხო ერთეული. ალაჰი აგზავნის ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ის არის ანგელოზი. ანგელოზი არ არის, მე ამას არ ვამბობ. ვინ არის? ანუ შენ მეუბნები რუჰ ალ ყუდუს ტაფსირების მიხედვით, ხო? ამაზე მეუბნები. ვინ არის? ტაფსირების მიხედვით იტყვი რომ ანგელოზია, ხო ესეა? მაგრამ ყურანი ეწინააღმდეგება ტაფსირს. ერთი წუთი. თუ ვიტყვით, ეხლა ნახე ჩატს რა კითხე ჩემგან, ჩატს დაუსვი ესეთი კითხვა. 78, 38, 97, 4, 70, 4 და 16, 2-ის მიხედვით ხო ძალიან ნათელი. ყველაზე დამიწერა, წამა მივწერე ყველა და ყველაზე დამიწერა იგივენაირი, რომ სულში იგულისხმება ანგელოზი. არა, ბიჭო, ის დააგიწეს, ის რობოტია, ის თავისი. კითხე ჩემგან დაუსვი კითხვა. მე უსვამ ლოგიკას. უბრალოდ არ აქვს თავისი აზრები. არა, მე უსვამ კითხვას. მე დამას მევინე კითხვა, მე მადებატე. ნახე რა კითხე. მაგ მუხლებში ხო ნათელი დისტინქცია, ნათელი სხვაობა თქო სულს და ანგელოზებს შორის, იმიტომ რომ ცალკე ჯგუფად არის მოხსენიებული ანგელოზები და ცალკე არის თქო სული. ეს კითხე ჩემგან კითხე. მე მაინტერესებს რას მიპასუხე. და ეხლა ტაფსირებზე რო გადავალთ, მან დაიწყება. გამის კოშმა. ამდენად მე წარმოდგენა არ მაქვს მაგ თაფსირებს და ამდენად ისეთი რაღაცები არის შეგნით? მაინც შესაძ. თან ანუ მართლა მინდა უბრალოდ აი სიმართლემდე მივიდეთ, ეს არის ჩემი მიზანი რა. ანუ სხვა ადამიანსაც დავეხმაროთ, რომ ქრისტემდე მოვიდეს და ეს არის ყველაზე რაღაცა მე და რატატუის შორისაც არ ყოფილა ესეც შეჯიბრობის პრინციპით არ ხდება ეს ყველაფერი. ეგ დანიშნულება არ აქვს ამ ყველაფერს. რატატუის გეხვეწე პასუხს რო გახსენს ეგრევე მითხარი რომ პასუხი გამსათქო. აქვს უკვე და ახლა უბრალოდ გადავიდან კომპიუტერში და წავიკითხო. Okay, all right, bro. მე რა ჩემ კითხვაზე პასუხ, ჩემ კითხვას წაიკითხავ ისოდე და მე ჩემ კითხვაზე. All right, little bro. Hi, little bro. Lily J, bitch, oh Lily J. მაგანეროს ვიშლის. აი Lily J, რებს უკომენტარებ ხომ ეცი სუმიშლის მე კომენტარს ან. Paulitso, bitch, oh Lily. აი, მაგას ისე ყოფა მთელი TikTok-ი რო ანადგურებს საერთოდ. ყველა ვიდეოს უწევს, მაგრამ вообще რა ინტერესებს. მორჩა გადავიტანე. ახლა წაიკითხე, ჩემი კითხვა და პასუხი წამიკითხე. მაინტერესებს. ანუ თვითონ მეუბნება შენ რას გულისხმობ? ანუ ჩემი კითხვა წაიკითხე, მე რაც ვიკითხე.
ცოტი. ანუ ბარემ კომპიუტერი ხო კომპიუტერში დაუსვი კითხვა რა. ანუ კომპიუტერი არ მაქვს, ახლა მე უსვან Xbox-ით და Xbox-ში ქართული ის არ არის უბრალოდ შრიფტი. და ამიტომ აი და კომპიუტერში არ გაქვს ჩათი? კომპიუტერში არ მაქვს ჩატი, ახლა Xbox-ით, ანუ ტელეფონით უსვან. კაი, მე გეტყვი ინგლისურად ჩამოვაყალიბოთ ფორმულირება, ხო? ინგლისურად გეტყვი. კაი. We see in Quran chapter 78 38, ანუ ესე chapter 78 38 ორ წერტილი, მერე chapter 90 ანუ 97, ანუ რა მნიშვნელობა გამას ინგლისურად 97 ორ წერტილი 4, ესე დაუწერე. ეს არა ხუია 16 ორ წერტილი 2 და 70 ორ წერტილი 4. აი ეს 4 ისა თავით ჩაწერე უბრალოდ და გეტყვი ხა კითხვა როგორ აღგზავნო. We see in those chapters clear distinction between spirit and angels. აი ეს დაწერე ეს წინა რომელი მუხლები მითხარ დაგიდასტურებ 78 2 წერტილი 38 97 74 და 16 ეხა მომისმინე, აი ყურადღებით მომისმინე ზუსტად ეს ჩაწერე. We see in those chapters clear გავიდა ბიჭო. We see in those chapters clear distinction between spirit and angels. აი ეს უთხარ. რეალურად ფუნდამენტური განსხვავება არის, მაგრამ so I get we see clear distinction between spirit and angels because there is one group which is called angels and second which is called spirit. აი ეს დაუწერე. და მე გეტყვი კითხვას. We see clear. ესე იგი. ანუ თავიდან მითხარი სულ აი გეტყვი ხარ. დაუწე, დაგიწერ მაცადე. დაგიწე. ეგ თავები ხო ჩაუწერე თუ არა სულ თავიდან მითხრა? სულ თავიდან მითხრა. აი, სულ თავიდან, ოხე. თავები ჩაუწერე, მაგრამ მაინც რა, გადავამოწმე. აი, თავიდან მეთყვი რა. აქ დაწერო და დააკოპირებს და ჩასავს პირდაპირ. აი, ხა ვაკოპირებ. მე დავწე და დააკოპირებ. რატო ჰადისებს თუ აღიარებ? კი, აღიარებ. მაგაზე მქონდა რა. ერთი წინააღმდეგობა და მაინტერესებს. აი მე რეონოლის ეს უცებ განვიხილოთ და ისე რა ქვია. აი ეს პირველი ესე დაიწყე, ანუ ყველა კომენტარი ერთად არ მეწევა, ნახე, ესე დაიწყე, ესე რო დაიწყე. ეხლა გეტყვი მეორე ნაწილს იმის. და რო დამტკიცება, კიდევ ერთი კითხვა მაქვს და გავყო. აი ეს გადააკოპირე და გააგრძელე და ვაგრძელებ, ანუ ახან თავდება. და რატატუი ჩვენს ხო გვექნება 1-2 კითხვის დასმის საშუალება, იმიტომ რომ შენ და ორი წამი ნახე. თუ დროის პრობლემა არ არის. რო ამაგიტო გავდივარ და ხვალ რო გავაგრძელოთ რა. ანუ ხვალ თქვენ დამიშვით კითხვა. კარგი. ფალასი იცი როგორ იწერება? ანუ აი ეს გადააკოპირე და აღარ ბოლოს სიტყვასაც დაგიწერე, ოღონდ მან დამთავრდება. ფალასი და კითხვის ნიშანი. აი ნახე, ხო ხვდები როგორც გადააკოპირო ჩემი, კიდევ მე წამიკითხე თავიდან ბოლომდე, მე რაც დაგიწერე. ნახე გიწერია. In Quran და თავები ჩამოთვლილი, we see in those chapters clear distinction between spirit and angels because angels are mentioned as one group and spirit second. So if you say that angel is Gabriel spirit is აუ ცოტა შემეშალა დაწერა რა. If you say that angel Gabriel is spirit არის სწორად მიწერია. Wouldn't that be logical fallacy? აი ეს კითხვა დავუსვით თავიდან ბოლომდე და მე წამიკითხე რომ ეს ჩაწერე და მითხარი პასუხი.
ჩაპტერები ზევით მიწერია უძმეს. მაგით დავიწყე. In Quran chapter ზევით აწერია ასკროლე ცოტა და მანდ მიწერია chapter-ი. და შენს კითხე რა გეხო წევიდაში რა. მაინტერესებს. შენისა შეგიძლია, აი როცა მე და რატატუი შემოვედით, აი მაგ მონაკვეთიდან თქვა დასასრულამდე რა გამომიგზავნა, მჭირდება ხო იცი რისთვისაც მაგწერა. არ ვიცი წესი თუ არ ვიცი ნახავ, ახალი აკაუნტია და თუ მომწეს შესაძლებლობა. დაალაიქეთ ბიჭო ლაივი. შენი კითხვას დავიკითხო ხო როგორც დამიწერე. Oh, go ahead brother, go ahead. ახლა მე დავუშიკითხვა. We see in those chapters ხო ერთი წუთი ეს ჩაპტერები ხარი? ჩაპტერები კი უთხარი, ზევითაც უთხარი და ახლაც უთხარი. ჩაპტერები იყო, ესე იგი მოიცა 60 კითხვა წამიკითხე რას დაუწერე, ეგ მაინტერესებს, ჩემი კითხვა. We see in those chapters clear distinction between spirit and angels because angels are mentioned as one group and spirit second. So if you say that angel Gabriel is spirit, wouldn't that be logical fallacy? კითხვის ნიშანი. რა. ხო, ახლა რა. ხო. ნუ ის ავიკითხო რომ ანუ ეს არის კარგი კითხვა და რა. ანუ ესეც მითხრა. არა, ხო, პასუხი მინდა ვედა. You are referring to verses like Quran 17:4, the angels and the spirit is what says როგორ იკითხება? Is scanned, ალბათ. Is scanned to him. ანუ მუხლები არ გითქვამს რა? მუხლები უთხარი, ზევით უთხარი და ახლაც იგივეები. ზევით არა, მანდ უნდა გითქვა. კი, მაგრამ იგივე მუხლები გადმოიტანა აქ. თუ გინდა გაჩვენები. არ გადმოიტანა, მე 17-ს სურაო, შენ მიხსენები. მე 17 არ მითხრია, 17 მეთქი. ხო. რაო, მე რას პასუხობს? ანუ ჯერ ყველა ის ჩამომიწერა Quran 74, Quran 97:4, Quran 78:38. Okay, მერე. These all explicitly mention the angels and the spirit, which are listed separately. Your core point. If the spirit were simply one of the angels, like Gabriel, why would the Quran separate the two groups? Why would that be redundant or a logical fallacy? Quick answer. No, it's not logical fallacy, and here's why. Fallacy or? Fallacy. In Arabic and in Quranic style, listing a prominent member of a group separately from the group is actually a rhetorical technique called ანუ ჯერ დამიწერა არაბულად და ახლა გეტყვი ინგლისურად translation mentioning the specific after the general. This is common in Arabic rhetoric and the Quran to imperize or highlight a special member of a larger group. Examples of this in Quran and Arabic usage. წავიკითხო ესენი? კარგი. აი, okay. ეხა შენ გეხმარება, ეხა გამაგრძელებინე დიალოგი, okay? ნახე, ეხა ჩემი პასუხი, ნახე? Okay. კითხე, is Gabriel angel? ანუ ეს კითხე, is Gabriel angel? და ანუ ნახე, რიტორიკული კითხვა ოღონდ ეგ არ კითხო მარტო, ნახე?
is Gabriel angel მან კითხვის ნიშნავს დასვა მე ხა გააგრძელე მომისმინე გავიდა ბიჭო შემოდი ორი წამი ესმის თან ნახე is Gabriel angel კითხვის ნიშნავს მე თუ if you say yes where there is mentioned angels there should be mentioned Gabriel if there is distinction this shows that spirit and angel are two distinct entities so it's illogical to say that ruh means spirit means angel Gabriel ეს უთხარი იმას თუ შეეხვეწები 2+2 5-ია უღეთქვის ერთი წუთი ანუ აქ გავიჭერე სულ დამავიწყდა is Gabriel angel კითხვის ნიშანი if you say yes ნახე is angel Gabriel is Gabriel angel if you say yes then it's illogical to not mention him as angels if there is distinction it shows that spirit is not angel Gabriel and the Quran never says something like this where then is logical ანუ ამაზე გავჩერდი ხო ესეც ანუ დაგიწერე აი დაჩის უწერს რომ არ არის რუხ წმინდა გაბრიელიო. იასნა მაგას დაუწყე. აი მან ახალ გაჩერდი ოღონდ გააგრძელე ხა მე რასაც ვაგრძელე. რატო ნახე დაჩი წერს რომ მთლიანად შევეკითხეო და არ არისო და ის რას ძახისო სწორად წერსო თუ ეშლება რამე ანუ ChatGPT წერტი ხა ამ ტექსტებს თუ რა ხდება? ჩემი ხმა ისმის? კი, ისმის. ემაც მაკაცმა დამირეკა. აი ესე გაუგრძელე რა. გეხვეწები და არ მომატყურ რას მოწერს ეგრევე მითხარ. აი ორი კომენტარი მოწერე ეგენი შეაერთე. Then it would be more rational that spirit is not angel Gabriel and Quran never mentions it. დაჩი შენა დაგიწერა. დაჩის დაუწერა არ არის. არ არის ბიჭო არ არის. ბიჭო ამას რა უნდა ChatGPT რომ მიხვდე რომ არ არის. ChatGPT-ს თუ ეტყვი გეხვეწები და ვიღაც გამოძალო პასუხს ნებისმიერ რაღაცას მოგწერს. ხო ანუ თუ ეტყვი რომ ვიღაც მიმტკიცებს 2+2 4-აო და გეხვეწები დამეხმარე რომ დაუმტკიცო 5-აო ის დაგეხმარება მართლა. შენ ზმოს პიცა ვარ. მიდი აბა გეხვეწები შეამოწყვე თუ ვინა. ჩაუყრი ლაშას, ამიტომ ახლა ჩემი ძმა, ანუ პატარა ძმა ყავს და ანუ დამიტოვის და იმან რო წაიკითხოს, რა სკრინებს ჩავაგდე რო ეგ მივწერა ზუსტად. ოხი. ეხა ვერ წავიკითხო მე შემიძლია. კი, ოღონდ ანუ შენ ნარატივზეა მორგებული, ანუ ცდილობს რომ შენი პოზიცია გაამყაროს, მაგრამ მაგასაც ვერ აკეთებს ლოგიკურად, ანუ იჭრება. მეც რა ზოგიზიანდება. მე ვინმე რომ ღმერთი არსებობს. შენ ზმოს პიცა ვარ ჩანს. შემო. ლილი